ეს არის მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ახლა ვართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც რამდენიმე წუთში დაიწყება მზიამაღლობელის საქმის განხილვა. სააპელაციო საჩივრის განხილვა მზიამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ იმ გამომტყუნებელი განაჩენის ბათილაცნობას, რომელიც მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლომ და გამომართლებელი განაჩენის მიღებას, ანუ მზიამაღლობელის უდანაშაულოდ მიჩნევას. ეხლა კიკრიბებიან მზიამაღლობელის მხარდამჭერები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ეს არის სასამართლოს უკანა შესასვლელი, საიდანაც შეჰყავთ მსჯავრდებულები. მათ შორის მზიამაღლობელი ჯერ არ მოუყვანიათ სასამართლოში, ის აპირებს რომ დაესწროს დღევანდელ ხდომას და სწორედ მასთან შესახვედრად ემზადებიან ახლა ჟურნალისტები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან. დღეს პირველი ხდომა, რომელიც შედგება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზიამაღლობელის საქმეზე. გვქონიათ რომ მზიამაღლობელი არის ჟურნალისტი, გამოცემა ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი, ის უკვე 10 თვეზე მეტია, 300 დღეზე მეტია არის უკანონო პატიმრობაში. და ის შეგახსენებთ რომ ის დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, რაც შეაფასა პროკურატურამ როგორც პოლიციელზე თავდასხმა. საბოლოოდ მას მოსამართლე დინო სახელაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეუცვალა კვალიფიკაცია და თავდასხმის ნაცვლად ის გაასამართლეს პოლიციელზე წინააღმდეგობის მუხლით, რაც ასევე დამოუკიდებელი იურისტების და უფლებადამცველების შეფასებით არის უკანონობა და დაუსაბუთებელია ეს გადაწყვეტილება. და მზიამაღლობელი არის მიჩნეული როგორც პოლიტიკური პატიმარი, სინთეზის პატიმარი. ამის ყველაზე მკაფიო გამოხატულება არის სახაროვის პრემია, ანუ ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, რომელიც გადასცეს მზიამაღლობელს, ისე როგორც სხვა ძალიან ბევრი პრესტიჟული ჯილდო. რამდენიმე წუთში დაიწყება მზიამაღლობელის საქმის განხილვა, სააპელაციო საჩივრის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. მოდით გავისაუბროთ აქ შეკრებილ მოქალაქეებს. დღეს პირველ საათია დანიშნული ამ საჩივრის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. გამარჯობა ზურა, მინდა გაგესაუბროთ. ზურა ვარდიაშვილი, ჟურნალისტი, პუბლიკას ხელმძღვანელი, რედაქტორი. ზურა, რა მოლოდინი აქვს პირველ რიგში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსგან? იგივე რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოსგან აბსოლუტურად. უბრალოდ აქ ვარ ჩამოსული სოლიდარობის გამოსახატად. ცოტა სანახავად ნახავ როგორ არის მზია და იმის საფრთხედ რომ აქ ვარ მისთვის მის მხარდასაჭერად. ცოტა უცნაურია აქ რაღაც ეს განლაგება ამდენი პოლიციელის თითქოს იყოს მაგრამ ტერორისტული დაჯგუფების წევრი და შეუძლია რომ ხო აი მე თარმაჩვენებ ახლა ჩვენს მაყურებელს რაზმი ხო რამდენი იყო გამოსული და ახლა უკან შედიან ისე სასამართლოს ეზოში. არჩი ჩვეულებრივ თან როგორც ვიცით სააპელაციო პროცესები დიდხანს არ გრძელდება, ეს იქნება ალბათ 2-3 პროცესი და ელემენტარულად საჭიროა იმისთვის რომ ყველა ეს ეტაპი გაიარო იმისთვის რომ მე ევროსასამართლოს მიმართო, ამიტომ ეს მნიშვნელობას აქვს ახლა სააპელაციო სასამართლოს სამსახურში. მადლობა, ზურა ვარდიაშვილი იყო ჟურნალისტი. მოდი ნიკა კაბაძეს მოვისმინოთ. გამარჯობა ნინია, ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ. პირველ რიგში მინდა გითხოთ, რას ნიშნავს იგივე სახაროვის პრემია, ევროკავშირის ეს ჯილდოს მინიჭება მზიამაღლობელისთვის და ამ საქმისთვის და ქვეყნისთვის, არა მარტო მედიისთვის. ნიშნავს ძალიან ბევრს, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი აღიარება. ქართულ ჟურნალისტიკას თავისუფალ მედიას არ ქონია ასეთი საერთაშორისო აღიარება და ის მოვიტანა დიახ მზიამაღლობელმა და მოვიტანა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის გამოცემამ, რომელიც ამდენი წელია, ამდენი ხელისუფლების პირობებში ყოველთვის არის დამოუკიდებელი, ყოველთვის არის მიუკერძოებელი და ყოველთვის ქმნის მაგალითს, როგორი უნდა იყოს სწორედ ესეთი ჟურნალისტიკა და მედია. ასე რომ ეს ყველაფერი არის მზიას დამსახურება, მადლობა მზიას
და ჩვენ აი აქ გავართ და ისევ მოვითხოვთ მის თავისუფლებას, რომელსაც აღკვეთილი აქვს, ეს თავისუფლება სრულიად უკანონოდ აი ამ საძაგელი რეჟიმის მიერ. რა მნიშვნელობა შეიძინა უკვე განსაკუთრებით ჟურნალისტებისთვის მზიამაღლობელი საქმე თქვენთვის, თქვა პროცესის საქმე უკვე სააპელაციო ეტაპზე და ისევ გვესმის ჩვენ თავდასხმები ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისგან, ხო არალეგიტიმური მთავრობის წევრებისგან. კი, რაც უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საერთოდ მზიამაღლობელი მისი გამოცემები, ყველა ის პრემია, რომელიც მას გადასცა, მით უფრო მეტად ვტკივარ ბიძინა ივანიშვილის მთავრობას ეს ყველაფერი, მაგრამ მით უფრო მეტად ძლიერდებით ჩვენ, მით უფრო მეტად გვიხარია და რაც მთავარია, მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენ არ გვაქვს არც თავის დახრეს უფლება, არც გაჩუმების უფლება, ბოლომდე ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს მზიამაღლობელი, რომლის სახელით, რომლის მოქმედებაც დღევანდელ დღეს 1 წელია თითქმის უკვე არის მზია პატიმრობაში და ჯერ ჩვენ არ გვინახავს ოდნავ ქვემოთ დაწეული თვალიც კი ისე ამაყად იცავს საკუთარ თავს, ჩვენ ყველას გვიცავს, ჩვენს მომავალს იცავს და ჩვენს პროფესიას რაც მთავარია კიდევ. მადლობა, ეს ნინე გაკაბაძე იყო ჟურნალისტი. მოდი გავისაუბროთ ზვიად ქორიძეს, გაქვთ რომ გაგესაუბროთ. ზვიად ქორიძე ჟურნალისტი. მინდა გითხოთ რა მნიშვნელობას იძენს უფრო და უფრო მზიამაღლობელი საქმე დღეს, როცა უკვე ეს საქმე არის სააპელაციო განხილვაში. დღეს იწყება სააპელაციო ჩხრის განხილვა და ჩვენ ისევ და ისევ ვისმენთ რეგულარულად, პერიოდულად ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობის წევრების მხრიდან თავდასხმებს მზიამაღლობელზე, ასევე კრიტიკულ მედიაზე. ამ საქმეს იგივე დატვირთვა და იგივე ნიშნულობა აქვს, რაც აქამდეც ჰქონდა და ეს არის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, როგორ ებრძვის თავისუფალ სოფლას, როგორ ებრძვის თავისუფალ აზრს, ხელისუფლებას საქართველოში და მას არაფერი არ მიაჩნია იმად, რომ ყავდეს სინდისის პატიმარი ჟურნალისტი ქვეყანაში და ჩვენ ხედავთ, რომ უკვე 10 თვეზე მეტია უბრალოდ დღეს ხდება 10 თვე ზუსტად, რაც არის პრაქტიკულად არა ადამიანური მოხდობისა და წამების მსხვერპლი. ეს არ არის მხოლოდ განაჩენი, რომლითაც თავის ძალმოსილებას აჩვენებს ხელისუფლება, ეს არის ის პრაქტიკა, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა, პირადად ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, როგორ შეიძლება არადამიანურ გარემოში და წამებაში ამ ყოფოს ადამიანი. რა თქმა უნდა, დღეს ქართულ საზოგადოებაში არავის არ ეპარება იგივე რომ მზია არის სწორედაც სინდისის პატიმარი, დღეს თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროში არავის არ ეპარება იგივე იმაში რომ მზია არის სინდისის პატიმარი და ერთადერთი ვინც ამას ეწინააღმდეგება და ამის წინააღმდეგ ილაშქრებს არის ქართული ოცნების ხელისუფლება. ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს არა აქვს დახმა იმისი, რა სჭადია. ისინი უბრალოდ ცდილობენ აი ამ ტიპის ძალადობით მოახდინონ პრესინგი ქართულ საზოგადოებაზე და აჩვენონ, რომ აი ჩვენ როგორ შეგვიძლია, რომ ჟურნალისტი, გაზეთის გამომცემელი, ახლა პასუხისმგებლობისა და ამხელა ღვაწლის მქონე ადამიანი ქართული საზოგადოების წინაშე აი ასე გამოკეტოს საპატიმრო დაწესებულებაში, ასე ეძალადოს მას პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ დათქმოს, არც არაფერი გამოსდის, მაგრამ ის ხო აკეთებს ყველაფერს ამისთვის, რომ ერთი ადამიანი გადატეხოს, ამტრიოს და ამით აჩვენოს საზოგადოებას, რომ მე ეს შემიძლია. არ გამოსდის ეს ქართულ ოცნებას და ამიტომ არის უფრო მეტად გავეშებული და გამწარებული, ამიტომ არ იყენებს არანაირ თუნდაც შემოსულუქებელ რამე გარემოებებს, რომელთაც შეიძლება მზია საპატიმრო დაწესებულებაში არ იყოს ახლა და გარეთ იყოს და საერთოდაც ეს საქმე არც კი განეხილა სისხლის სამართლებრივი წესით, იმიტომ რომ აქ დანაშაულის არსიც კი არა აქვს ამ საქმეს, მაგრამ არა ის
აი გუშინაც კი ვიცოდით რომ დღეს არის სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში იწყება აპელაცია ამ საქმეზე და გუშინაც საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთხელ იმეორებდნენ რომ ეს არის თავდასხმა თურმე სისტემაზე არა კონკრეტულ პოლიციას გააწნა სილა და თუნდაც მე ასეც არ აღვიქვამ რომ შეურაცხყოფა მიაყენა მაგრამ მაქსიმუმ ეს შეიძლებოდა გამოეყენებინათ ძიასინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხო სამართალდარღვევით დაემთავრებინათ ეს საქმე არა გუშინ კიდევ ერთხელ გაუსურს ხაზი იმას რომ ეს არის დანაშაულის სისტემის წინააღმდეგ რომელიც ჩაიდინა მზია ამას იმეორებს ჩალვა პაპუაშვილი ყოველ მეორე დღეს ეს რას ნიშნავს ეს ნიშნავს რომ აი ამ მართლობით მთელ გუნდს სხვა არაფერი არ შეუძლია რომ გამოიყენოს ეს რეპრესიები იმისთვის რომ აჩვენოს საზოგადოებას როგორ შეუძლია მას გაუსწოროს ანგარიში ნებისმიერ მოქალაქეს ეს პროცესია და მზია დღეს აი ამ ტვირთს თითოეული ჩვენგანისთვის თითოეული მოქალაქისთვის იმიტომ რომ ხელისუფლება ძალიან მკაფიოდ განუმარტა გაგვიბარდა ნებისმიერ ჩვენგანს რომ ჩვენი თავისუფალი აზრით ჩვენი თავისუფალი სიტყვა და ჩვენი თავისუფალი ქმედება მისთვის არის მიუღებელი და დაუშვებელი ამიტომ შეცდის დღეს მზიას აი ესეთი სასტიკი ფორმა ამოცემულობაში სახაროვის პრემიის მინიჭება, რომელიც არის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო მზია მაღლობელისათვის, რას ცulis და რას ნიშნავს ეს ასევე ჩვენი ქვეყნისთვის? სად ვართ? ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლეთის დემოკრატიული სამყარო უკვე პრინციპში შეთანხმდა, მათ გაიაზრეს, რომ აქვთ საქმე ძალიან მუხტალ, ძალიან ბოროტ დიქტატურასთან, რომელიც აი ამ მეთოდებით უსწორდება თავისუფალ მოქალაქეებს საქართველოში, ამაზე დასავლეთი შეთანხმდა და ამ შეთანხმების შედეგია ზუსტად ამ პრემიის გადაცემა მზიასთვის. დასავლეთი შეთანხმდა იმაზე, რომ მზია ისეთივე სინდისის პატიმარია, როგორც ნებისმიერი ყველა ის ადამიანი, რომლებიც დღეს სამყაროში თავისუფალი სიტყვის გამო იდანჯებიან საფრთხობილეებში, ამიტომაც მზია და მისი ბელარუსი კოლეგა ერთად აღმოჩნდნენ აი ამ ჯილდოს მფლობელები, იმიტომ რომ სწორედ ბელარუსში და სწორედ საქართველოში დღეს არის დიქტატურები და სწორედ ეს მმართველობები დრგუნავენ თავისუფალ სიტყვას და თავისუფალ აზრს და თუ აქამდე ევროპული თანამეგობრობა იყო შეთანხმებული, რომ ბოლო დიქტატურა ევროპაში ეს არის ლუკაშენკა, აღმოჩნდა რომ ბიზნა ივანიშვილი არის თანაზიარე ლუკაშენკასი და ისინი ერთად იზიარებენ დღეს უკანასკნელი დიქტატორების სტატუსს და ტიტულს ევროპის კონტინენტზე და ჩვენ კარგად ხედავთ იმასაც, რომ დღეს ქართული საზოგადოება აი ამ პროტესტს აგრძელებს და ეს ყველაფერი ჯამში რა თქმა უნდა აგიჟებს ბიძინა ივანიშვილს, მას არ აკლია სიხელე, მას არ აკლია ის დიქტატორისთვის დამახასიათებელი წოდი, ხო, რომლითაც ყველა ჯგუფს, ყველა სოციალურ სისტემას ამ ებრძვის საქართველოში და ამიტომაც რა თქმა უნდა ძალიან მწვავეა რეაქცია ქართული ოცნების წარმომადგენლებისა აი ამ ჯილდოს მიმართ, ხო, მათ ყველაზე წყარედ აღიქვეს ეს დაიწყეს ლანძღვა ევროპული თანამეგობრობის, იმ პოლიტიკოსების, იმ საზოგადოებრივი ჯგუფების, რომლებიც ევროპაში შეთანხმდნენ ამაზე, მაგრამ აქ ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თვალი უნდა გაუსწროთ ეს თელმა ქართულმა საზოგადოებამ და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს იმ ტიპის დიქტატურასთან, რომელიც არ არის გადამხდები არაფერზე, რომელიც არის მზარდი, რომელიც არის შეტევაზე გადასული და ებრძვის ყველაფერს. აი ეს სასამართლო პროცესი არის ამისი ერთგვარი განსხეულება და მე მგონი ყველა მოქალაქე დღეს ამას კარგად უნდა ხედავდეს და აცნობიერებდეს. დიდი მადლობა. ეს ვიათქორიძე იყო ჟურნალისტი, თქვენ მას უსმენდით ფათმალების პირდაპირ ეთერში. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ახლა ვართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც რამდენიმე წუთში პირველ საათზე უნდა დაიწყოს მზია მაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა.
ამ სასამართლოს ერთ-ერთ შესასვლელთან იკრიბებიან ახლა ჟურნალისტები, ასევე მზია მაღლობელის ახლობლები, რომ დახვდეთ მზია მაღლობელს თავად, რომელიც დაესწრება დღევანდელ პროცესს. მზია მაღლობელის ადვოკატები ითხოვენ მზია მაღლობელის უდანაშაულო ცნობას, იმ გამოტყუნებელი განაჩენის გაუქმებას, რომელიც მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე თვის წინ. თქვენ იცით, რომ მზია მაღლობელი უკვე 300 დღეზე მეტია, ზუსტად 10 თვეა არის უკანონო პატიმრობაში, ის არის სინდისის პატიმარი და პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარი საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. არაერთი ფაქტორი ნაჩვენებს მკაფიოდ, რომ ეს საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული. ჩვენ ნახეთ არაერთი ცრუმოწმე პოლიციელი ამ საქმეზე, რომლებიც ამხილეს სიცრუეში პირდაპირ სასამართლოს ხდომაზე. მზია მაღლობელის ადვოკატებმა, მათ შორის ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი, რომელიც საზარალებულად არის ცნობილი ამ საქმეში, რომელიც ამბობდა, რომ მას ლოყა ეტკინა სილის გაწმის შედეგად. თუმცა ექსპერტები არასწორებენ იმას, რომ შეუძლებელია მასკევილი განიცადა ამ სილის გაწმის დროს, რადგან არ იყო არანაირად გამოხატული ამის ნიშნები და ეს ასეც რომ ყოფილიყო, როგორც ამას ძალიან ბევრი უფლებადამცველი, დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ორგანიზაციები და უფლებადამცველები განმარტავენ, ეს საქმე არ არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი, რადგანაც არ შეიძლება სილის გაწმნა დავინახოთ როგორც კრიმინალი და ის მაქსიმუმ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ამიტომაც არა მარტო მზია მაღლობელის ადვოკატები, არაერთი უფლებადამცველი ხაზგასმით ამბობს, რომ მზია მაღლობელი არის სინდისის პატიმარი და არანაირი სამართლებრივი საფუძველი დასაბუთება მზია მაღლობელის განაჩენის მიმართ არ შეიძლება არსებობდეს. ამის თანახმად დადასტურება არის არაერთი პრესტიჟული ჯილდო, რომელიც მიიღო მზია მაღლობელმა ბოლო პერიოდში, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია, რომელიც გადასცეს მზია მაღლობელს აზრის თავისუფლებისთვის. დღეს კი მზია მაღლობელის საქმეზე დღის პირველ საათზე დაიწყება სააპელაციო საჩივრის განხილვა. დაახლოებით 20 წუთში უნდა დაიწყოს სააპელაციო საჩივრის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. მზია მაღლობელის ადვოკატები ითხოვენ გამართლებელი განაჩენის მიღებას და ამ გამოტყუნებელი განაჩენის გაუქმებას, რომელიც არის გამოტანილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ. თქვენ ხედავთ ჟურნალისტებს სპეციალურ გამოშვებით ხელში მზია მაღლობელის სიმართლეში ბრალდებული და გესმით შეძახილი თავისუფლება მზიას. ამ სპეციალურ გამოცემაში არის თავმოყრილი ბათუმელების დაარსებიდან დღემდე არაერთი სტატიის, იმ მოვლენების, იმ პრობლემების, იმ თემების ჩამონათვალი, რომელზეც წერდა ბათუმელები. სწორედ ამ შესასვლელთან ელოდებიან ჟურნალისტები და მზია მაღლობელის ახლობლები მზია მაღლობელის გამოჩენას, რომელიც დაესწრება დღევანდელ სხდომას, როგორც ცნობილია. მოდი თამარს გავესაუბრები რუხაძეს. თამარ, მოგესალმები. მოგვიყევით თავად ამ გამოცემის სპეციალური გამოცემის შესახებ, რომელშიც არის საუბარი ბათუმელები რას აშუქებდა, ხო? კიდე რის ნახვა შეიძლება ამ სპეციალურ გამოშვებაში? ამ სპეციალურ გამოშვებაში, რომელსაც ასე ქვია, მზია მაღლობელის სიმართლეში ბრალდებული, შეიძლება ბათუმელების და ნეტგაზეთის ისტორიის ნახვა და არა მხოლოდ ბათუმელების და ნეტგაზეთის, საქართველოს ბოლო 20 წლის, 20-25 წლის ისტორიის ნახვაც, რომელიც თავის დროზე ამ წლების განმავლობაში ჯერ ბათუმელების ხალხებზე, შემდეგ კი ინტერნეტ გვერდებზე ჩნდებოდა ხოლმე და ალბათ ეს გამოცემა უფრო იმ ადამიანებისთვის არის, ვინც არ იცის ბათუმელები ნეტგაზეთი, ვინც არ იცის მზია და ვისაც აინტერესებს რა ხდებოდა თუნდაც 10 წლის წინ, 15 წლის წინ, 20 წლის წინ, რაზე წერდა ბათუმელები და როგორი რა პროფესიული ღირებულებებით ხელმძღვანელობდა მზიას დაფუძნებული გამოცემა. ხო, ერთი თვალის გადავლება არის საკმარისი იმაში დასარწმუნებლად, რომ ის პროფესიული ღირებულებები, რაც დღეს აქვს ბათუმელებს, ის
ღირებულებები რაც აქვს მზიამაღლებელს, ამოდი ასე ვთქვათ, რისთვისაც ის უკვე 300 დღეზე მეტია პოლიტიკური პატიმარია, იგივე ქონდა დაარსების დღიდან ბათუმელებს, იყო ყოველთვის კრიტიკული ყველა ხელისუფლების მიმართ, რომელიც კი ამ დროში. ანუ აქ არის ამოკრებილი სტატიების სათაურები, მათ შორის 2001 წელს 2 წელს გადაწერდა ბათუმელები. ასლანაბაშიძის დროიდან როგორ აკრიტიკებდა იგი ასლანაბაშიძის მთავრობას, შემდეგ უკვე მიხეილ სააკაშვილის მთავრობას. და ასეც ძალიან სიმბოლურია სათაურით, ძალიან სიმბოლურია ისიც რა დააშავა მზიამაღლებელმა. ხო. და მიუხედავად იმისა, რა წერია ბრალდებაში და რა წერს პროკურატურა. ნუ აი ეს დააშავა მზიამაღლებელმა. ზუსტად ეს დააშავა რომ მთელი ვინც ეკავს აბაშიძის დაკრულზე. ვინც ეკავს აბაშიძის დაკრულზე. ნაციონალები ბიზნესმენებს ფულს ზავავენ. აი უკვე ნაციონალები, ეს 2005 წელია, ნუ კომპანიის შეგმიდან. ნელ-ნელა რომელიც წლების მიხედვით რო დავხედოთ, ანუ წლების მიყვება და წლებით არის მნიშვნელოვანი ფაქტები ამოკრებილი, ხო? მნიშვნელოვანი სათაურების. ოკუპანტის ენაზე გახსნილი ტურისტული სეზონი 2016 წელია. და სხვათა შორის ერთი რამ არის ძალიან ნიშანდობლივი ამ სათაურებს რო გადახედავს ადამიანი, დაინახავს რომ ვიდრე მთელ საქართველოში და თუნდაც დედაქალაქში, თუნდაც ქართული ოცნების ან რომელიმე წინა ხელისუფლების კრიტიკა დაიწყებოდა ხოლმე, თქო ხმამაღლა და ისეთ მასობრივად, ხო, მანამდე ბევრად ადრე იწყებდა ბათუმელები ამ კრიტიკას. რა ვიცი, რამდენიმე წლით ადრე ხედავდა იმ ნიშნებს, რომელი ნიშნებიც, რა ვიცი, ალბათ ყველას უნდა დაგვენახა თავის დროზე. რო უფრო კრიტიკულები ყოფილიყავით. ძალიან საინტერესო გამოცემა არის. ბევრს ამბობს ბათუმელებისა და მზიას შესახებ და ძალიან ზუსტად ამბობს თუ რატომ ზის მზიამაღლებელი ციხეში და ერთს დავამატებ, რომ თავის ქართულ ოცნებას ალბათ კარგად ისმოდეს და უნდა იაზრებდეს, რომ თუ კი რა ვიცი სამი კვირის წინ მას ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი ჩვენი მეგობარი, კოლეგა, მენეჯერი მზიამაღლობელი ყავდა ციხეში. დღეს უკვე მას ყავს სახაროვის პრემიის ლაურეატი მზიამაღლობელი. ხო, ეს მეკითხე, რას ნიშნავს ეს პრემიები? რას უსვამს ეს ხაზს? არაერთი პრესტიჟული ჯილდო. მათ შორის სახაროვის პრემია. ძალიან სევდიანი, მე დარწმუნებული ვარ, თავად მზიაც, მისი ყველა მეგობარიც, მისი ყველა კოლეგაც ყველა ჯილდოს უკან დააბრუნებდა, ოღონდ ის მდგომარეობა არ ყოფილიყო, რომლის გამოც თქვათ რომელმაც გამოავლინა მზიას იმამაცე, მზიას სიმტკიცე და რომელმაც მას და ქართულ წინააღმდეგობას ეს ჯილდოები მოუტანა. ხო, ეს ჯილდოები ნიშნავს არა მხოლოდ მისი ბრძოლის აღიარებას, რა თქმა უნდა, ამას ნიშნავს მისი სიმამაცის, სიმტკიცის მისი პროფესიონალიზმისაც და იმ არა მხოლოდ მისი, რა თქმა უნდა, ყველა ქართული ჟურნალისტის, ყველა იმ ადამიანის, ვინც დღემდე განაგრძობს ამ ბრძოლას, მაგრამ ეს ჯილდოები ამავე დროს არის ძალიან კაფიო ნიშანი იმ ურთულესი მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენ ვართ. სხვანაირად ეს ჯილდოები არ მოდის. ერთი მხრივ ის არის აღიარება და მეორე მხრივ ის არის არ ვიცი, საჟელი დავარქვათ, თუ დავარქვათ შეფასება და ძალიან ზუსტი შეფასება იმ უბედურების, რომელშიც ჩვენ ვართ. ასეთია სახაროვის პრემიაც და რაც უფრო დიდია ეს პრემია და სახაროვი არის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო ადამიანის უფლებების საკითხში და ის არ გაიცემა ხო ის მისი გაცემა და პირველი შემთხვევა იყო საქართველოში ვინც მიიღო ეს პრემია. პირველი შემთხვევა როცა საქართველოში ასეთ ჟურნალისტი ხალი პოლიტიკური პატიმარი ხო დამოუკიდებლობის შემდეგ ხო პირველი შემთხვევა როდესაც საქართველო ხდება საერთაშორისო არენაზე ისეთი ქვეყნების გვერდით, ისეთი ქვეყნების თანაბარ სიტყვაში, რომლებსაც არც წლების განმავლობაში ჩვენი ყველა შორიდან უყურებდით და გულშემატკივრობდით ალბათ ბელარუსს და რუს ჟურნალისტებს და სხვა. სამწუხაროდ ეს ჯილდოები მაგას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე მან მადლობა. ეს თამარ უხაძე იყო ჟურნალისტი და გამოცემა ბათუმელების დირექტორის მოადგილე. თქვენ მას უსმენდით ჩვენს პირდაპირ ეთერში. მე შეგახსენებთ, ვინც ახლა შემოვართ და ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ვართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც პირველ საათს უნდა დაიწყოს მზიამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა.
ეხლა გიკრიბებიან ჟურნალისტები მზიამაღლობელის ახლობლები და ელოდებიან თავად მზიამაღლობელის გამოჩენას, რომელიც უნდა მოვიდეს მოიყვანოს სპეციალურმა პენტენცურმა სამსახურმა სააპელაციო სასამართლოში. მზიამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ მზიას უდანაშაულოდ ცნობას და გამოტყუნებელი განაჩენის ბათილად ცნობას, რომელიც გამოიტანა მანამდე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. მოდი გელას გავესაუბრებ მთიულიშვილს, მოგესალმებით გელა. გელა, მინდა გითხოთ, რას ნიშნავს თქვენთვის აი ეს ნაწილი მინდა გითხოთ. იგივე მოწმე პოლიციელები, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილი მზიამაღლობელის საქმეში, მათი დაწინაურება, ასევე პროკურორების, იგივე თორნიკო გოგეშვილის, რომელიც არის იყო ამ საქმის პროკურორი, ბათუმის პროკურორის მოადგილე გახდა. ეგ რას ჯილდო მიიღეს. ხო. ზიას დასჯისთვის, უკანონო დასჯისთვის და ბრალდების შეთითქმისთვის სილის გაწუნა რომ დააკვალიფიცირეს პოლიციელზე განხორციელებულ თავდასხმად და ბოლომდე უტიფრად მთელი 17 თუ 18 ხდომის განმავლობაში ამტკიცებდნენ თითქოს ეს იყო პოლიციელზე თავდასხმა. ამის გამო ისინი დაასაჩუქრეს და ამაზე დგას რეჟიმი რეალურად, ხო? იმიტომ რომ აი რომ გაიწყვეტ აქ შუბლის ძარღვს და კადრულობ და აკეთებ ყველაფერს, მერე გასაჩუქრებენ, გაწინაურებენ, რაღაც თქო უნდა დაგიფასონ ეს ფინანსურად, პოზიციით, თანამდებობით, რომ სხვებსაც გაუჩნდეთ შუბლის ძარღვის გაწყვეტის სურვილი და საფუძველი. აი გარი, ამაზეა რეჟიმი და იმიტომ ამბობთ, რომ გაღწნა რეჟიმმა ყველაფერი, სამართლიანობა, კანონიერება, ადამიანურობა, ჰუმანურობა გაიცალა ბოლომდე და დგას გამორჩენაზე. ეხა მეტი არაფერი. რა გამოსდის რეალურად ქართული ოცნების არალეგიტიმურ მთავრობას მედიის წინააღმდეგ, რომ გრძელდება ეს ბრძოლა, ხო? იგივე შეტევები თავდასხმები მზიამაღლობაზე, სხვა ჟურნალისტებზე, სიტყვიერად მუქარა თუ დაკავებები, ეს გრძელდება ეს სერია. ხო, რა გამოსდის მედიასთან, კრიტიკულ მედიასთან ქართულ ოცნებას? იცი, ბევრი ინსტიტუცია თუ მიმართულება აღარ დარჩა ამ ქვეყანაში, რომელიც ჯიბეში არ ყავთ ჩასმული, რომელიც მათი კონტროლის ქვეშ არ არის მოქცეული. უკანასკნელ პერიოდში მიღებული მიმდინარე წელს სულ რამდენიმე თვეში სახელდახელო და ერთიმეორის მიყოლებით მიღებული ეს რეპრესიული დრაკონული კანონები სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ რეჟიმს სურს რომ ჩვენც გაგვაჩუმოს მისი კონტროლის ქვეშ, მის კლანჭებში მოგვაქციოს, დაგვჩაგროს და გაგვაქროს საბოლოოდ. მედია, კრიტიკულ მედიაზეა საუბარი, არასამთავრობო სექტორი, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც მათი გავლენის და კონტროლის ქვეშ არ არიან, სხვა, სახელმწიფო ინსტიტუტებს რაც შეეხება, ბოლო ბასტიონი უკანასკნელი იყო სახალხო დამცველი, მაგრამ ეგეც კი ვნახეთ, ეხლა როგორი სამარცხვინო ინსტიტუტი გახდა, კაცი შეკრების თავისუფლების დაცვის ნაცვლად, პირიქით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე უბიძგებს და სტიმულს აძლევს რეჟიმს. არაფერი ეს ორი სფეროა ეხლა ასაღები და ყველა მთელი სახელმწიფო მანქანა მომართულია იქითკენ, რომ ესენი როგორმე აიღონ. მზია არის ამ დაუმორჩილებელი ჯგუფების სათავეში. და მისი ჩაგვრა ნიშნავს, რომ ჩვენ ყველას გვჩაგრავენ, ჩვენ ყველას გვკლავენ. ვიდრე მზია იქნება თავისუფალი, ის 4 კედელშუა რომ ყავთ გამომწყდეული, იქაც კი თავისუფალია და არაერთი ნაბიჯით და გადაწყვეტილებით ეს დაამტკიცა. ჩვენ მე ვამბობ, რომ დღეს აქ 40 ჟურნალისტი კი არ უნდა ვიდგეთ, ან ცოტა უფრო მეტი, არამედ მთელი ქართული მედია აქ უნდა იდგეს, იმიტომ რომ რაც დამართეს მზიას, ემუქრება თითოეულ ჩვენგანს ეგ საფრთხე. არ იქნებოდა მზია, იქნებოდით თქვენ, არ იქნებოდით თქვენ, ვიქნებოდი მე, არ ვიქნებოდი მე, იქნებოდა თედო ან სხვა, ასე ხო? ამიტომ ყველა აქ უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ერთი მხრივ მზია გავაძლიეროთ და მეორე მხრივ მზიამ გაგვაძლიეროს ჩვენ. სხვა აღარ დაგვრჩა, ერთმანეთი უნდა დავიცვათ. მე სხვა გამოსავალს ვეღარ ვხედავ, ფიზიკურად უნდა დავიცვათ მათ შორის ერთმანეთს. მადლობა, ეს გელა მთიულიშვილი იყო, ჟურნალისტი. თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოა. თბილისის პირველ საათზე უნდა დაიწყოს მზიამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა. სწორედ ამ შესასრულთან ელოდებიან ახლა თავად მზიამაღლობელის გამოჩენას, ის აპირებს რომ დაესწროს დღევანდელ სხდომას. არა მანქანა გამოვიდა.
მე შეგახსენებთ, რომ ზიამაღლებელი უკვე 300 დღეზე მეტია არის პატიმრობაში, უკანონო პატიმრობაში, ის არის ინდისის პატიმარი და ამას ადასტურებს არ მხოლოდ ავტორიტეტული იურისტების და უფლებადამცველების შეფასება, არამედ ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სახაროვის პრემია. პირველია საქართველოს მოქალაქეებს შორის ზიამაღლებელი, ვინც მიიღო ეს პრემია რამდენიმე დღის წინ, ისე როგორც ძალიან ბევრი პრესტიჟული ჯილდო. მე აქ გეტყვით, რომ ზიამაღლებლის საქმის მოწმეები, რასაც დაეყრდნა შემდეგ მოსამართლე ნინო სახალაშვილი, ამხელა სიცრუეში თავად ადვოკატებმა ზიამაღლებლის საქმის განხილვის დროს, მათ შორის ირაკლი გებუაძე, რომელსაც დაზარალებული სტატუსი აქვს ზიამაღლებლის საქმეში, ის უკვე ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსია და გადაიყვანეს პოლიციის ატაშეების ხელმძღვანელად. ასევე გრიგოლ ბესელია, რომელიც ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო, ისიც ამხელეს სიცრუეში ზიამაღლებლის ადვოკატებმა. ასევე არჩილ ანთაძე, რომელიც ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილების უფროსია. თავისუფლება მზიას! ის ხათაშორის ცრუჩვენების მიცემის შემდეგ დააწიანაურა ოცნების მთავრობამ, ის ბათუმის ბულვარის დირექტორად დანიშნეს. ასე მინდა გითხრათ, რომ ჯაბა პირდაპირ ეთერშია. ეს ფუჭი გადაეცი ნაძირალა კონსტიტუციურ სასამართლოს. ბარემ ჩაგწერთ ხო ნინო ზურიაშვილი პირდაპირ ეთერში ვართ. მოკეთ რამოდენი გაქვს სააპელაციოს გამოდი ეს გითხარით? მე რა ვიცი, ამ სასამართლოსგან რამოდენი უნდა მქონდეს. 100,000 ჯერ დაამტკიცა უკვე ჩვენს თვალწინ. ყოველ წუთში ამტკიცებს, რომ არის რეჟიმის მსახური მთელი სისტემა და აი რასაც ესე ეტყვია ივანიშვილი, რასაც ეტყვის, იმას გააკეთებს. ჩვენ მაინც უნდა ვიბრძოლოთ ერთადერთი, აი რასაც ხედავ, ერთადერთი ეგჭრის ყველაზე მეტად ჩვენი ბრძოლა. რა გამოსდის ახლა თქვენი დაკვირვებით რა გამოსდის ოცნების არალეგიტიმურ მთავრობას კრიტიკული მედიის წინააღმდეგ? ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, შეარყია ეს მთელი არა მხოლოდ კრიტიკული მედია, არამედ შეარყია ძალიან უშუალოდ არყევს ახლა რა თუნდა ლაპარაკი არასამთავრობო სექტორს, ოფისები იხურება, მაგრამ ხალხი მაინც ცდილობს რომ მოერგოს და იპოვოს გზები გადარჩენის. და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვეულებრივ ჩვენ შევძლებთ და გავაგრძელებთ იმას საქმიანობას. უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან 3 თუ 4 კანონი თავის მონაპარლამენტს მიაღებინა და 3 თუ 4 კანონით მოგვადგა და გვარყევს და რა ვიცი. უნდა გადავჭეთ ჩვენ არ აქვს უფლება ასვანა. რა არის უმთავრესი პრინციპი, რაც გადაგვარჩენს, უმთავრესი ფაქტორი? ბრძოლა, ფიქრი, შეუვალობა. კი, არ შეგუება ამ ყველაფერთან. აი სახაროვის ჯილდო, ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, ეგ რას ნიშნავს? იგივე ქართული მედიისთვის, სად ვარ ქართული მედია და ქვეყანა? ძალიან დიდი აღიარება იმისი, რისკენაც მიმართულია ჩვენი ბრძოლა, რომ ზია არის მართალი, რომ ზიას სისტემა ებრძვის, რომ გაანადგუროს დამოუკიდებელი მედია. ამის ეს მიმდინარეობს ახლა და აღიარა მთელმა ევროპამ და მთელმა მსოფლიომ. მე უკვე ვეღარ ვიტყვი, რამდენი ჯილდო მიიღო ზიამაღლებელმა და ეს ყველაფერი არის იმის დადასტურება, რასაც ჩვენ პირველი დღიდან უწყვეტად ვლაპარაკობთ, რომ ზია არის მართალი, ზია არის სისტემის მსხვერპლი, ზიას ებრძვის ივანიშვილი და ივანიშვილი ებრძვის არა მხოლოდ ზიას სახით ებრძვის დამოუკიდებელ ქართულ მედიას. აი ეს დაამტკიცა მთელმა მსოფლიომ არაერთი ჯილდოს მიცემი. და ეს ჯილდოები კიდევ გაგრძელდება, იმიტომ რომ ყველა მთელი პროფესიული საზოგადოება ცდილობს, რომ აღიაროს კი არა, დაინახოს რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. სიმართლე დაინახოს და წაიკითხოს, როგორ ულმობლად, როგორ კანონებით
როგორ მთელი სისტემის გამოყენებით სასამართლო, პროკურატურა, პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება ყველა სტრუქტურით გვებრძვის და ცდილობს გადაგვიაროს. მაგრამ ჩვენ მაინც რაღაცაერთ ფეხზე ვართ, რა ვიცი. ამ ზიამაღლებელი საქმის პროკურორებიც დააწინაურეს ხათაშორის, ხო, ისინი აჯილდოებენ ჯალათებს, ევროპა აჯილდოებს თავისუფალ მედიას. აი ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა დაახლოებით. მადლობა, ეს იმაზურიაშვილი იყო, ჟურნალისტი, სტუდია მონიტორის ხელმძღვანელი, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ვინც ახლა შემოვართ ჩვენს პირდაპირ ჩართვას, მე გეტყვით, რომ ჩვენ ვართ ახლა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს ზიამაღლობელი სააპელაციო საჩივრის განხილვა. ზიამაღლობელი ადვოკატები ითხოვენ მზიას უდანაშაულო ცნობას, იმ გამოტყუნებელი განაჩენის ბათილად მიჩნევას, რაც მიიღო რამდენიმე თვის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. მოგესალმებით, მინდა რომ გაგესაუბროთ. თქვენთვის რის მთქმელია და რას ნიშნავს ზიამაღლობელის საქმე? ეს არის თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმა, რა თქმა უნდა და ცდილობა ქვეყანაში შეზღუდოს ადამიანის გამოხატვის უფლება, რაც კონსტიტუციით გვაქვს. და ყველაზე მეტი რთული და ცუდი ის არის, რომ საზოგადოებამ წინასწარ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ეს არის ალბათ უკვე კატასტროფა და მე არა მოხმოვიდი, რომ თქვათ დღევანდელი სასამართლო პროცესი წარიმართება ისე, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში უნდა მიმდინარეობდეს და ალბათ სასამართლოს აქვს ორი არჩევანი, დადგეს ან კონსტიტუციის და კანონის მხარეს, ან არჩიოს ის გზა, რადგანაც მას რეჟიმის თავაზობს. რას უპირებს ქართული ოცნების მთავრობა, არ ლეგიტიმური და ანტიკონსტიტუციური მთავრობა, კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედიას ამ ქვეყანაში? თქვენ რა განცდით? ფაქტია, რომ ამ მთავრობას, ამ რეჟიმს არ აწყობს არსებობდეს კრიტიკული დამოუკიდებელი მედია და ძალიან კარგად გრძნობს ის თავს მის მიერ მართული მედია საშუალებების გარემოცვაში და ალბათ მისი სურვილიც და ქართული ოცნების ოცნება არის დარჩეს მოასუფთავოს ველი და დარჩეს მხოლოდ იმ მედია საშუალებების ამარა. ანუ პრაქტიკულად აღარ დარჩეს არც ერთი დამოუკიდებელი მედია საშუალება ქვეყანაში, ხო? თავისუფალი სიტყვა ჩარტყას, ეს არის მისი ოცნება, იმედია ამ ოცნება ვერ მიაღწევს. თქვენ მედიაში ხართ, თქვენ ხო ისე? ვიყავი, უბრალოდ შექმნილი სიტუაციებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან როგორც ბევრი ჟურნალისტი, მეც დავჭი სამსახურის გარეშე. მესმის. ქუჩა თქვენი გვარი შემოხსენე? ვაშაყმაც. ქუჩა ვაშაყმაც, მადლობა ქუჩა. ჩვენ ვართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც პირველ საათზე უნდა დაიწყოს ზიამაღლობელი სააპელაციო საჩივრის განხილვა. მინდა გითხრათ აქვე, რომ ქართული ოცნების არალეგიტიმურმა მთავრობამ დაიწყო მერტკვარა დაწინაურება იმ ცრუ მოწმე პოლიციელების, რომელმაც ჩვენება მისცეს ზიამაღლობელი საქმეში, მაგალითად არჩილ ანთაძე, რომელიც არის ერთ-ერთი პოლიციელი, ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსი იყო და მისცა ცრუ ჩვენება ზიამაღლობელის საქმეში. ის დანიშნეს ბათუმის ბულვარის დირექტორად. ასევე პროკურორები, ზიამაღლობელი საქმის პროკურორები, თორნიკე გოგეშვილი და შოთა ჩხაიძე დააწინაურეს, მაგალითად თორნიკე გოგეშვილი გახდა ბათუმის პროკურორის მოადგილე, ხოლო შოთა ჩხაიძე გახდა ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე. ეს გადაწყვეტილება მიიღო პროკურატურამ, ოცნების პროკურატურამ, სწორედ ზიამაღლობელი საქმეზე განაჩენის დადგომის შემდეგ. ზიამაღლობელის განაჩენი გასარჩევდა და დღეს ზიამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გამოტყუნებელი განაჩენის ბათილად ცნობას და გამომართლებელი განაჩენის მიღებას, ანუ ზიამაღლობელის უდანაშაულო ცნობას
თავად მზიამაღლებელი აპირებს რომ დაესწროს დღევანდელ ხდომას და სწორედ მას ელოდებიან ახლა აქ სააპელაციო სასამართლოს შესასვლელთან შეკრებილი ჟურნალისტები, სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მზიამაღლებლის ადვოკატები. ისინი ელოდებიან მზიამაღლებლის გამოჩენას. რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლომ. ქართული ოცნების ხელისუფლება მოახერხა რომ ყველა შტო ყველგან ჩაისვა ჯიბეში და ზია არის ქართული ჟურნალისტიკის სიმბოლო, თავისუფლების სიმბოლო, რომელიც არის ჩვენი დასაცავიც, ისე როგორც მისი დასაცავებია ჩვენი, ამიტომ იღებს ამხელა არის თვით თავის თავზე. მე მეშინია რომ იმდენად გამწარებული ჩემს ქართულს ზიას მჭაური არ გადაუყარა. არც მე ვსკითხულობ კაცს არ ვიყავს რომ მზია არის თავარი ტყვე ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში და მას ასე მარტივად ამხელებს მართა დამეკრება. თქვენ ისმენთ ჟურნალისტების შეფასებებს. ჯერჯერობით არ მოუყვანიათ მზიამაღლებელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს მისი საქმის განხილვა. მალხას მინდა გაგესაუბრო, მალხას ჭკადოა. მზიამაღლებლის საქმე რის მთქმელია? რას აჩვენებს მზიამაღლებელი საქმე, რა გამოსდის კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედიასთან ოცნების არლეგიტიმურ მთავრობას? იმ განცხადებების პარალელურად, რაც ჩვენ მოვისმინეთ მზიას დაკავებიდან ძალიან მალე, სადაც მისი უდანაშაულობის პრეზუმპცია იყო დარღვეული, პრემიერ-მინისტრად წოდებული ირაკლი კობახიძისგან და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებისგან პრაქტიკულად მარიამ ლაშქმა, ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა სულ რაღაცა 2 დღის წინ თქვა, რომ მზიამაღლებელი არის პოლიტიკური პატიმარი. სხვა სიტყვებით, რომ თარგმნოთ ესა, რაც მან თქვა, რომ იქო ეხლა მნიშვნელოვანი ის კი არ არისო სილა რომ დააწნაო ან ტკივი ატკივდა თუ აუწიწყდაო კონკრეტულად რომელიღაც პოლიციელსო, ანუ სისტემის წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაულია, რომ ის რაც მზიამ თქვა, რომ სილა რეჟიმს მის მიერ გაწმული სილა რეჟიმს იმ დამცირების, იმ შეურაცხყოფის, ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევის, ბათუმის აქციებზე ადამიანების უკანონოდ დაკავების ადმინისტრაციული წესით სრულიად გამოგონილი და აბსურდული ბრალდებით აქტივისტების დაკავების პასუხაჩადენილი ეს ქმედება. კი, როცა სტიკერს აკრავ, რომელიც შენი გამოხატვის თავისუფლება და ამის გამო გაკავებს, როცა დაკავების უფლება არა აქვს. ამ ასე ვთქვათ, ყოვლად უსინდისო და უცხმა პოლიტიკოსმა კარგი გააკეთა ის, რომ პრაქტიკულად ქართული ოცნების პირით თქვა, რომ დიახ, მზიამაღლებელი არის დაკავებული მისი ბრძოლის გამო სამართლიანობისთვის. და ეს ბრძოლა არ დაწყებულა არც 2012 წლის 1 ოქტომბერს და არც ასე ვთქვათ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ. ეს ბრძოლა დაიწყო იმ წამიდან, როდესაც მზიამაღლებელმა მეგობრებთან ერთად ჩაიფიქრა ბათუმელების გამოცემა და 24 წლის წინ ეს საქმე გააკეთა. საქმე, რომელმაც ძალიან კარგად აჩვენა, რომ საქართველოსთან პატარა ქვეყანაშიც კი შეიძლება არსებობდეს ისეთი რეგიონული მედია, რომელზეც არ იყოს არანაირი გავლენა არც ხელისუფლების, არც ბიზნესის თუ სხვა წრეებიდან. და ცხადია, ასევე მეორე თემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სარჩელში ქართულმა ოცნებამ რაც მოამზადა და ის საფუძველზეც მოსთხოვს საკონსტიტუციო სასამართლოს რომ აკრძალოს პოლიტიკური პატიმრები, პოლიტიკური პარტიები, პრაქტიკულად ჩაწერეს ბათუმელების თავს გადამხდარი ძალიან ბევრი ფაქტი, როდესაც თქვენ ნათიარო სხვა რედაქციის სხვა ჟურნალისტები გამხდარ ხართ აგრესიის, არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეგიშალეს და ეს ხდებოდა წინა ხელისუფლებების დროს.
თუმცა არც ერთი სიტყვა არ აქვს ნახსენები, რომ თქვენ ხართ ბათუმელების ჟურნალისტი, ხო? თავად ბათუმელები არ არის ნახსენები ამ საქციელში. ეს საგანგებოდ არის გაკეთებული, იმიტომ რომ თუ ნაციონალური მოძრაობის დროს ბათუმელები ჟურნალისტებს ებრძოდნენ, მაშინ როგორ გამოდის ბათუმელები ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული მედია გამოცემა? თუ ნათიაროყვას, ჯაბაანანიძეს და სხვა ჟურნალისტებს დევნიდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, მაღალჩინოსნები, მაშინ რანაირად გამოდის ბათუმელები ნაცების რედაქცია, ხო? ეს ძალიან ცხადად უტიფრად ჩაწერილი ჩანაწერია მათ სარჩელში და ამავდროულად აქ ჩვენთან ერთად არის ქვეყანაში კიდევ ერთი გამორჩეული მებრძოლი ჟურნალისტი გელამთივლიშვილი, რომელზეც თავდასხმის ფაქტებიც არის მოყვანილი ამ სარჩელში, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმაზე, ამ ხელისუფლების პირობებში, ქართული ოცნების პირობებში გელა როგორ გახდა დევნის მსხვერპლი. ანუ ისი თქვა მინდა, იმ მიზეზით იმ საფუძვლით, რა საფუძვლითაც ისინი ითხოვენ ნაციონალური მოძრაობის როგორც პარტიის აქცელოს, ამ საფუძვლით შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს სხვა რაღაცა დროის მერე. და თქვას რომ ქართული ოცნება უბრძანოთ რა. ამიტომ ზია საქმე არის ქრესტომათიული, ეპოქის გამსაზღვრელი ამბავი, ამიტომაც ვთქვამს და კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ზიანობის ეპოქაში. სადაც აბსოლუტურად სახელმწიფო მიტაცებულია, თავისუფალი სიტყვა არის შეზღუდული, მარწუხებით შემოჭრილი და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის ქართული ოცნების მხრიდან, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს სიტუაცია. ჩვენ ბრძოლაზეა დამოკიდებული, რას ვიზამთ და როგორ დავიცავთ ამ პირობებში. დიდი მადლობა, ეს მანხაშკადვა იყო საერთაშორისო გამოცდილება საქართველოს ანალიტიკოსი. თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! მანქანა გაატარე. თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! ზია ამაღლობელს, რომელიც მოიწონეს ცეცხლი ოლიგარქიას! ცეცხლი ოლიგარქიას! სასამართლოში. ანუ ზია ამაღლობელი უკვე შეიყვანეს სააპელაციო სასამართლოში, რამდენიმე წუთში დაიწყება სხდომა. სხდომა მოგეხსენებათ, რომ არის დახურული მედიისთვის იმ ნაწილში, რომ ჩვენ არ შეგვიძლია არც ფოტოს გადაღება, არც ვიდეოს გადაღება, არც ხმის ჩაწერა, ეს კი არა უკვე ემზადება მართლმსაჯულების სისტემა, იმისთვის რომ მობილური ტელეფონების ჩამოართვა ნებისმიერ პირს, ვინც დაესწრება სხდომას, რომ შესაძლებელი იყოს ვთქვათ ტექსტის სახით მოგიყვეთ ამბავი რა ხდება სასამართლოს სხდომაზე და მაგრამ ჯერჯერობით ეს წესი ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა, ამიტომაც ჩვენ ვეცდებით რომ ფოტოს და ვიდეოს შეზღუდვის მიუხედავად მაინც მოგიყვეთ იმის შესახებ თუ რა მოხდება სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს. ჟურნალისტები სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრები, მზია ამაღლობელის ახლობლები შეიკრიბნენ დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან. დღეს იწყება სწორედ ჟურნალისტის ინიცის პატიმრის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სააპელაციო საჩივრის. მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ ზიას უდანაშაულო ცნობას. ორი შესასვლელი აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. უკანა შესასვლელთან იყვნენ შეკრებილები, მზია ამაღლობელის მხარდამჭერები, რომ გაემხნევებინათ თავად მზია, რომელსაც შეიყვანდნენ უკანა შესასვლელიდან. ეხლა კი აქ შეკრებილებმა გადმოინაცვლეს მთავარ შესასვლელთან, რომ დაესწრონ თავად სხდომას. ჩვენ არ გვექნება საშუალება, რომ
გავაშუქოთ სხდომა, ანუ გადავიღოთ ფოტო ან ვიდეო, ან ჩავიწეროთ ხმა. ჭიშკარი როგორც ხედავთ, ჩაკეტილია საპილოტ სასამართლოსთან. Yes. იყო მოსაუბრებელი. არ გუშევთ. ახლა სასამართლოს ეზოში. ახლა თქვენ მიხეთ, კადრებს რომელიც არის კანონდარღვევი. რატომ არ გუშევთ? ეზოში. სხვა პროცესზე მივდივარ როგორც მოქალაქე. ვიღებთ კადრებს. რა დაგელოდოთ? ეზოში შესulis ანუ ეზოში არავინ არ გვიკრძალავს არსად შესულას. არც თბილისის საქალაქოში, არც თბილისის სააპარატო. ვერა დავალებაც რატომ არ გუშევთ? ვინ დავალება მოგცათ, უნდა უთხრათ, თუ არის უკანონო, იმიტომ რომ ეზოში არ გვაძლევთ შექმნის. სხვა პროცესია ადამიანი რა სხვა პროცესზე მივდივარ. რატომ არ გუშევთ? შეგიძლიათ განმარტოთ? რატომ არ გუშევთ? შეგიძლიათ განმარტოთ? სააპელაციო სასამართლოში სადაც უამრავი დარბაზი შეცვალა და ამდენი ჟურნალისტები რომ დიდ დარბაზში შეიყვანონ პატიმარი და იქ გააკეთონ სხდომა. ანუ სასამართლოს შენობის ეზოშიც აღარ გუშვებენ. გესმით ბატონო, სასამართლოში სადაც იმართება სხვა პროცესებით რატო არ გვაძლევთ ეზოში შესვლის უფლებას? ერთი წამი შეხედეთ აქ მარტო იმიტომ ხო არ ხართ რომ კართან ჩადგეთ. სასამართლოს ხო წარმოადგენთ? უთხარით რომ არსებობს დიდი დარბაზი და გადაიტანონ იქ, აბა ამდენი მაღალი ინტერესია. მზია ამაღლებელი მეორეც კი არ ყავთ პატიმარი საქართველოში. მე თქვენი ინფორმაცია გადაიტანა, აბა კარს მიკეტავთ, ვერ შევდივარ შეგნით რომ მე უთხრა კანცელარიას და ანუ სასამართლო შეიძლება რომ კანონს არ გვერდებს. მეგობრებო, თქვენ ერთი წამი თქვენ რო არ წყვეთ. მისაღებში ტელეფონი ხომ დგას, სადაც თანაშემწეს უნდა დაურეკოს ადამიანმა. აბა მიშვებთ იქამდე რომ დაურეკო? რას ქვია არ არის ქუთაისელები არიან და ამბობენ რომ არის უფრო დიდი დარბაზიო. მე შეიძლება არ ყოფილვარ ამ შენობაში, მაგრამ ადამიანებს რამდენ კაციანი დარბაზია? დიდი ხო, მაგრამ ეზოში შესვლა რატომ არის? ვინ არის 20 ადამიანი? უფრო წარმოუდგენელია, სასამართლოს ეზოშიც კი არ უშვებს მოქალაქეებს. ახლა აქედან უკვე იქნება შტაბ-ჭრილება, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სასამართლომ. ეს არის აბსოლუტური კანონდარღვევა. აი ამბობენ რომ მხოლოდ 24 კაციანი დარბაზია აი ამ ხელა შენობა. იცი რომ სასამართლოში, სააპელაციო სასამართლოში არის უფრო დიდი დარბაზები და შესაძლებელი არის ეს რაოდენობა ადამიანებისა იქ მოსთავსდეს, თუ კი ამის კეთილინება ექნებათ, მაგრამ როგორც ჩანს არაც ყოფილა ხოლმე რომ ეზოშიც არ შეეშვეს. მე ასეთი ფაქტი არ მახსენდება, რომ ეზოში არ შეეშვათ მოქალაქეები. ხან არის ძალიან დიდი ეზო და ეს ხალხი თავის დაეტანა. ან თქვენ ხშირად დააშუქებთ პროცესებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და გიმუშავიათ ბევრჯერ. ყოფილა ასეთი შემთხვევა, საერთოდ როცა არ შეუშვიათ მოქალაქეები სასამართლოს ეზოში მანდატური იდგეს ჭიშკართან და ჭიშკარს აკონტროლობდეს, როცა მანდატურს სხვა უფლებამოსილება აქვს. ანუ შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო შემთხვევაა. წარმოუდგენელი რამე ხდება, იმიტომ რომ ეს არის მე მგონი კანონდარღვევა, ალბათ იურისტები ამას უკეთ განმარტავენ. მადლობა. ასეთითარება როგორც ხედავთ, არ უშვებენ. ახსნია კი ეხლა ადვოკატი ისინი არიან ადვოკატები, ვინ ზიანებს ვაჟასირაძის მამა დესპოტები თუ არ იყავით? რა რას ვამბობ? კანონით მე დიდი დარბაზი გაეკეთებოდა. ხო, რატო არ დადება? რამე შემიჩნია 20 კაციანი თავს, 48 ადვოკატები შეუშვეს დარბაზით. მე პირადად უამრავი პროცესი მას გაშუქება. შეიძლება რომ განმარტოთ, რატომ შეიძლება არ მოხდეს სასამართლო კანონს? შეიძლება სასამართლო კანონი დაარღვიოს? ამ წუთებში მანდატურები გვეუბნებიან, რომ აღნიშნულ დარბაზში მაქსიმუმ არის 24 კაციანი დარბაზი, რაც არის მტკნარი სიცხე. თავისუფლება მზიას! ცეცხლი ოლიგარქიას! მანდატურება მიიღეს. უკანონო ბრძანება და მათ ჩაკეტეს ჭიშკარი. ხელძახე. კედა მიიღეთ რამე განმარტება მანდატურებისგან? რა განმარტება? გაარო კარი დაიცვათ. ეგონება შიგნით შევარდები ახლა. რა განმარტება? ბრძანა უბრძანათ რეჟიმმა ყობახიძის ამატობით ასრულებენ რუსული რეჟიმის რუსულ დავალებას. ზია ამაღლობელი, ჩვეულებრივი პატიმარი ხომ არ არის? დარბაზში არ გვიშობდნენ ამდენ მის კოლეგას.
ასეთი შეზღუდვების და გამოწვევების წინაშე ბათუმშიც კი არ დავმდგარვართ. იმიტომ ვამბობთ, რომ ქუთაისის აპელაციო სასამართლო არის უარესი, ბოლომდე ჯიბეში ყავს ჩასმული ბიძინას. ელა რას ამბობენ მანდატურები, რატომ არ გვიჩვენებენ? ჩემზე კარგად იცით, დიდი დარბაზი გქონიათ და ამბობენ, რომ 24 კაცი შესულიაო და წინ პირველ რიგში პოლიციელებს ჩასხამდნენ და ჩასვამდნენ და დარჩებოდა 10 ადგილი, რომელსაც შეავსებდნენ ოჯახის წევრები და ადვოკატები და სხვა ვინ შევა სპეციალურად აკეთებენ, რომ საჯაროობა არ იყოს. აი მინდა რომ არქივში შევინახო ის კომენტარი, რომელსაც ეხლა თქვენ მომცემთ. გააქვთ თუ არა უფლება ჭიშკარი ჩაკეტოთ და მოქალაქეს არ მისცეთ სააპელაციო სასამართლოს ეზოში შესვლის უფლება. თქვენ ეს ახლა რასაც აკეთებთ? ამნაირი სამართალი და კანონიერება არის. ვინც ეს ბრძანება მოხდა? დაგაგებთ რომ ეზოში შესვლის უფლება და დარაჯად ყოფნა. 2005 წელს უამრავი პროცესი მაინშო როგორც მოხანაკეს ეზოში შესვლის უფლებას რატომ არ მიგენეს ამ კონცეფტს არაფერი აღარ დაგშიგინი და სიმართლე არ გავს რო ვიცი რას უნდა ელოდებოდა არ გვიშვება ვინმე მოდი არაფერი არ გვიშვება მოხალატეები ადგილს არ ვაპროტესტებთ ამ ეტაპზე ეზოში შესვლას ვითხოვთ ბატონო ეზოში შესვლა რატომ გვაქვს შეზღუდული? ეზოს კარი რომ ჩაგედეთ, ეგ რომელ კანონქვემდებარე აქტში წერია? ეზოს ჩაკეტვა რომელ კანონშია? რომელი კანონი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ჭიშკრის ჩაკეტვის უფლება გააქვს. როგორ შეიძლება ჭიშკარი ჩაკეტილი ქონდეთ სააპელაციო სასამართლოში, რომელიც მთელი დასავლეთ საქართველოს სახელდაგვარი შეგიძლიათ გითხრათ? რატომ? აი ჭიშკარი რატომ ჩაკეტეს? არ უნდა გესაუბროთ ახლა კაცი პატივისცემით როგორც მისახურეთ ისე უნდა გელაპარაკოთ. ვინ აი სასამართლოს შენობა სადაც მთელი დასავლეთ საქართველოს არაფერს არ გვეუბნებით. არ იმსახურებთ არა. რატომ გახართ აბა ჭიშკარში? ეზოში რატომ არ გვიშვება? იმიტომ რომ ეხლა ეს ეკეთებს ხოლმე კანონო დავალებაა. რატომ მიმართეთ ეზოში რო არ მიშვება? რა რეგულირებს? რა რეგულირებს ეგ მიხარით? რა განმარტეთ? შეგიძლიათ რაღაცა მეგებას რო ახორციელებთ, საფუძველი ხო უნდა გქონდეთ? რა რეგულირებს? მითხარით აბა? რომ იცოდეთ რომ მაყურებელმა შეგიძლიათ განმარტოთ. მაგრამ ადმინისტრაცია რა დავსკნარდე მითხარით? დავალება 20-ს და მიწა 24 დავალება 20-ს შეგიშვებსო თუ არა და არა ქართველი არ ხარ? ადამიანი ხო ხარ? აბა თქვენ რო იყავით ამ უახლოესი მეგობარი რო დაგიჭირონ კოლეგა და ხდომაზე არ შეგიშვან. ერთადერთი შესაძლებლობაა რომ მიხვიდე და ნახო. ერთი წელი ხდება ადამიანი უკანონო პატიმრობაში და ტყვეობაში ყავს მეკობრე ივანიშვილს აყვანილი. ხდება ხოლმე რომ ცვლიან დარბაზს და უთხარით რომ შეცვალონ დარბაზი და დიდ დარბაზში თქვენი სახელდაგვარი შეგიძლიათ მოგხდეთ? შეუძლიათ რა? ანუ ეზოს შესვლა რის საფუძველზეა შეზღუდული? ჭიშკარი არ შეგიშვა დანაშაულს ჩადიხართ ახლა ყველა ვინც ადვოკატი ხარ? იშვებენ თქვენ? ეგენი მისაგან არის როგორც იურისტი შეგიძლიათ მითხრათ მისაღებია ეს რა შეგიძლიათ მითხრათ? ეზოში არის საჯარო. ეზოს შესვლა რის გამო შეიძლება შეიცვლოს? რა შეგიძლიათ მითხრათ ეზოში შესვლის უფლება გვაქვს თუ არა ნებისმიერ მოქალაქეს სააპელაციო ალბათ, სასამართლოში? ადმინისტრაციული ორგანოა და საჯარო. ადვოკატი ბრძანდები და არ იცით რომ ეზოში ნებისმიერ თქვენ ადვოკატი ბრძანდები? სამოქალაქოში. დიახ, მაგრამ ეს რას ნიშნავს სამართლებრივად, როცა ეზოს შესვლის უფლება გვაქვს შეზღუდული? მანდატურით გაჭიშკარში. თქვენ არ ხართ იურისტი? ვიცი კაცო, ვიცი მაგრამ ჯარი უნდა, ჯარი. იმიტომ არ გვიშვებენ რომ ნინია ორი სიტყვით რასთან გვაქვს საქმე და მსგავსი პრეცედენტი გინახავს თუ არა სადმე. მაგრამ როგორც ჩანს სწორს გეუბნება, კანონს არ მინდა კი რა ყველაფერი წმინდა. მეტი ღირსები ხართ თქვენ. ნულოვანი პატივისცემა უნდა ქონდეს ადამიანს წესრიგად. გამოცდილ ადამიანებს დააყენებენ კარში, რომელიც არა, მიკი რეჟიმის მსახურები ხარ და უკანონოდ მისდევთ ეზოში. ხო და მოქმედებით კანონის შესაბამისად. რას ელოდებით? კანონი შეგიძლიათ დაგვისახელოთ. რომაზე შევდივარ, რა იცი? კანონი შეგიძლიათ დაგვისახელოთ. ვალდებულება მაქვს და თქვენ გიპატაკოთ ანგარის ჩაგაბაროთ, რომელ სტომაზე მივდივარ. არ არის. რა, როგორ არის? აბა ადვოკატი შედიოდა სამოქალაქო წინააღმდეგ. კანონი შეგიძლიათ დაგვისახელოთ, რის საფუძველზე მოწერი, რომლის მიხედვითაც ეზოში არ გვიშვებს. პირველი არის და უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ ეზოში არ გვაძლევს შესვლის უფლებას. შიში, შიში.
როგორ გეშინია 10-20 კინკილა ჟურნალისტი სასამართლოსთან აქ შეკრებილ ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს არც მისცეს საშუალება არ თუ შესულიყვნენ სასამართლოს სტომატა დარბაზში, არამედ ეზოში შესვლაც კი შეუზღუდეს მათ. ეს შეიძლება ითქვას, რომ არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ეზოში შესვლაც კი საჯარო ადმინისტრაციულ ეზოში გადაადგილებაც კი არის შეზღუდული. რასაც არ აქვს ბუნებრივია სამართლებრივი საფუძველი, არსებობს ბუნებაში სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც შეიძლება რომელიმე დაინტერესებულ პირს შეუზღუდო სასამართლოს ეზოში შესვლა და გადაადგილება. ეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, რომელიც არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. მართალია, ცოტა ხნის წინ ოცნების მთავრობა მიიღო რეპრესიული კანონი სასამართლოს დაკავშირებიდანაც იმ კუთხით, რომ სასამართლოს ეზოშიც მაგალითად ან ფოიეში აღავლაპარაკობს სასამართლოს დარბაზში არ შეიძლება ფოტოს გადაღება ან ვიდეოს გადაღება, იმიტომ რომ ადამიანები არ უნდა გაიგონ ის რაც ხდება სასამართლოს დარბაზში, მათ შორის იგივე სრულმოწმეების გამოჭერა, რომელიც არაერთხელ მომხდარა, მათ შორის მზიამაღლობელის საქმეზე, როცა არის პირდაპირ ამხილა ეს პროცესზე სრულმოწმე პოლიციელების სიცრუეში, მათ შორის პოლიციის მაღალჩინოსნები, მზიამაღლობელის ადვოკატებმა, სწორედ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ოცნების არლეგიტიმურმა პარლამენტმა, რომ დაეხურა პრაქტიკულად ცდომა მედიისთვის, ანუ გაღარშება ფოტოს გადაღება, ვიდეოს გადაღება, ასევე ხმის ჩაწერა, მაგრამ ის რომ სტომათა დარბაზში არ გიშვებენ ერთია, მაგრამ არ გიშვებენ ამ შემთხვევაში თავად სასამართლოს ეზოში. თქვენ როგორც ხედავთ, ახლა გაგდგანან მანდატურები და ჩაკეტილია ჭიშკარი და ამ ჭიშკრის მიღმად განან ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მოვიდნენ მზიამაღლობელის საგულშემატკივროდ მის პროცესზე დასასწრებად. მაგრამ მათ ამის საშუალება არ მისცეს. მანდატურები არ განმარტავენ, რის საფუძველზე მოქმედებენ. მან თქვეს, რომ არის შევსებული უკვე ადგილები სტომათა დარბაზში და არ არის უფრო დიდი დარბაზი, სადაც შეიძლება დაეტიოს უფრო მეტი ადამიანი, ვისაც სტომათა დასწრების სურვილი აქვს. თუმცა ეს არ არის არანაირად იმის არგუმენტი, რომ ჯერ არ მისცენ საშუალება ადამიანებს, რომ შევიდნენ ისინი სასამართლოს ეზოში და მეორეც გამოიყოს საჭიროების შემთხვევაში დიდი დარბაზი, რომ უფრო მეტ მსურველს, უფრო მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება, რომ დაესწროს სასამართლო განხილვას, რადგანაც ძალიან დიდია ბუნებრივია ინტერესი მზიამაღლობელის საქმის მიმართ, მაგრამ ამის საშუალება დღეს მზიამაღლობელის საგულშემატკივროდ მხარდასაჭერად მოსულ ადამიანებს აქ არ მისცეს. ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, სადაც ადამიანები აღნიშნავენ, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევა, მათ შორის ამას ამობენ ის ჟურნალისტები, რომლებიც წლები აშუქებენ პროცესებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და მათ არ ახსენებათ მსგავსი შემთხვევა, როცა მოქალაქეებს შეუზღუდეს შესვლა არასტომათა დარბაზში, არამედ შეუზღუდეს შესვლა თავად სასამართლოს ეზოში. მოდი ასლან ჭარინძეს გავისაუბრებ, რომელიც პროფესიით იურისტია. ასლან, შეიძლება რომ გაგესაუბროთ, თქვენ იურისტი ხართ პროფესიით და განსაკუთრებით საინტერესოა სამართლებრივი შეფასება. რას ნიშნავს სამართლებრივი? გასთან გვაქვს საქმე. როცა სასამართლოს ჭიშკარი არის ჩაკეტილი და არათუ სტომათ დარბაზში, არამედ ეზოშიც კი არის შესვლა აკრძალული, როგორც ჟურნალისტების, ასევე ნებისმიერი პირისთვის. სამწუხაროდ ამ ქვეყანაში სამართალზე და სამართლიანობაზე საუბარი ზედმეტია, იმიტომ რომ ყველაფერი ტრიალებს ერთი ადამიანის რა, მათთვის ზე ის კი არ არის, რაც ზე ვითანათებს, არამედ რაც ზე არის ის, ვინც სასახლეში ზეში. არ ვიცი ამ მომენტში რომელიც სასახლეშია, მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენ პირბადის ტარება უფრო დანაშაულია, ვიდრე მილიარდის მოპარვა. ან კაცის კლა, ან რა ვიცი, ოჯახური დაავადობა. ხო, ჩვენ ბევრი ფაქტი გვაქვს, როდესაც ადამიანებს, რა ვიცი, გირაოს საფუძველზე მეორე დღეს უხსნიან და ძალადობის ფაქტებზეც და არავინ არ ამბობს, რომ იგენი, რა ვიცი, იზალადებენ მოწვევებს. ზიაზე, სადაც ყველა მოწვე იყო პოლიციები, რომელიც ამავდროულად მოწმეები იყვნენ და შემდეგ ბონუსად დააჯილდოვებს და სხვადასხვა სამსახურებში დააწინაურეს, გადაიყვანეს. არჩილანთაძე მაგალითად, ხო, რომ ის გახდა ბათუმის ბულვარის დირექტორი. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან სამართალი არ არსებობს. იმიტომ რომ რაც არ უნდა კარგი პოლიციელი იყოს, მაგრამ როდესაც სრულმოწმე ხარ იქსი კარგეზეა საუბარი, გადაყავენ ისეთ თანამდებობაზე, რომელიც რა ვიცი, ახლოსაც არ გაუვლია, შეიძლება ბულვარშიც ორჯერ აქვს ნაყოფ. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენთან არანაირი ლოგიკა სამართლებრივი არსებობს. აი შევარდნადეს დროს რაღაცა ლოგიკას მოწევდი. ასლანაბაშიდეს დროს მიწევდა ხო ადვოკატო. ანუ უფრო უარეს სიტუაცია ამას ამბობს ვიდრე აბაშის პერიოდში. დროს, მაგრამ აბაშიდეს დროს, როდესაც მე ვეწეოდი ადვოკატო პრაქტიკას ახალგაზრდების ასოციაციის ფილიალის თავმჯდომარე ვიყავ, იქ მოსამართლე, რომელიც კმარელებს
15 წუთში ადმინისტრაციულ სუჟი და ის მერე მიხეილ სააკაშვილის დროს იმავე საკეთებდა და შემდეგ ამ ხელისუფლების დროსაც იმავე საკეთებს წარმატებს. ანუ ჩვენთან არ არსებობს რომ უკვე კარგი ის იყო ცუდი და გახდება, ანუ ამ შემთხვევაში მურუსიძე ვერანაირად ვერ გახდებოდა კარგი მოსამართლე, ხო? როგორც თქვა ბრძანა მამა ბარჩენალა, რა? ეს ცინიკურად, რა? ბატონმა ბიზნესს, რა? მაგზა ქონდა, ანუ ეს სისტემა კი არ უნდა დაინგროს, ახლადან უნდა შევდეს, იმიტომ რომ შესაძ ხე ძირიდან დამპალია, იმას ზევით რაც არ უნდა ალამაზო ტოტები, ის ძირი უკვე დამპალია, ის წაიქცევა დროთა განმავლობაში. ამიტომ, როდესაც ვისმამენ სამართლებრივ ლოგიკაზე, რომელ სამართლებრივ ლოგიკაზეა, უფრო მეტი პოლიციელია აქ, ხო? და დარწმუნებულად დარბაზი ცალსი იქნება და პატარა დარბაზი, ეს ნიშნავს, რომ ეს შიმია. ვერაფერს ვერ შობიან და ის საზოგადოება ის ბარიერის გადალახა, რომ დაკავება არ არის საჭირო, დაკავება საჭირო ისთვისა, იცი? აი იმ ხალხისთვის, რომელიც მონურად ემსახურებოდნენ, მაგრამ დღეს მაგალითად მათ უწევთ იმავე სასამართლოს, რომელსაც ჩვენ ვაპროტესტებთ, იმავე სამართალით, მათი სამართალი პასუხისგება და დარწმუნებული ვარ, რომ აქ მიმართ სამართალი არის იმებს, იმარტივი მიზეზის გამო, რომ მათ ჩაქმნეს გარბაჩულმა რა, ამ სისტემის დამფუძნებელია ერთ-ერთი, ხო? და დანარჩენები ეგრეთ წოდებული ბიზნესმენები, რომელიც მათი ოჯახის წევრები გამოდიან და საქართველოს ბევრი რამე გააკეთეს, რა გააკეთეს საქართველოს? გააკეთეს ის, რომ დიდდებოდნენ და სახელმწიფო მიწების დაკანონებით ახდენდნენ და უხარისხო ტენდერები და უხარისხო შენებლობა. ანუ დაჭირდათ 6 წელი რომ გაიგოთ, რომ გზაზე ფული მოიპარა, როდესაც თქვენი სტატიებიცაა აგერ ბატონო, როგორ უსაფუძვლოდ გადიდდნენ ადამიანები, მაგრამ ვინმე ამას, მაგრამ თქვენ ხართ აგენტები, თქვენ აგენტები ვართ. ჩვენ არ ვიცი, ხვალეთ ედება ქვეყნის ღალატი დაგაბრალთ თქვენს და მეც. თქვენ ეგ კომენტარს გაძლევთ და თქვენ ამ კომენტარს პირდაპირ ეთერში უშვით, ხო? მაგრამ ყველა საშიშები არის. ისე შუაშისტები, ეს ახლა ვინც გაჩვენებულია, ვითომ ეგრეთ წოდებული, რა ვიცი, ოპოზიციურ პარტიაში შეიძლება იყოს, მაგრამ ხვალე თქვენ უკანა პლანზე გადახვალ, იმიტომ ესენი გამოივლიან, იმიტომ ჩვენ ვიბრძოდით, რაში ვიბრძოდით ხალხი. თუ თქვენ სახში ბრძოლას თქვია, რომ ტელევიზორთან ნერვებს იშლით, ამას ბრძოლა არ ქვია, ხალხი ქუჩაში დგას, მედგას, არა იმის გამო, რომ თანამდებობას მიიღოს, იმიტომ უნდა ამ ქვეყანაში იყოს სამართალი და სამართლიანი. და არა დიქტატურა, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს. მადლობა, ეს ასანჭანიძე იყო. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც ჩაკეტილია ჭიშკარი, არც კი შეუშვეს აქ მოსულ ადამიანებს, არა მარტო დარბაზში, არამედ ეზოშიც კი, სასამართლოს ეზოში. პერიოდში ის როცა არ გვიშვებდნენ, რაღაც დიდი ხანი გვიშვებდნენ, მაგრამ არ გვიშვებდნენ. მე ამათ ვითომ გახსნეს და შემდეგ ხო ისევ დაიხურა პროცესები. მაგრამ ეხა პროცესები კი არ დაიხურა. ეზოებიც კი დაიხურა. პროცესები კი არა, ეზოები დაიხურა. ახლოს არ გვაკარებენ სასამართლო პროცესებს. ესეთი დამოკიდებულება ყველაფერში. მე მახსოვს, რომ ანუ ოპერატორებს არ აძლევდნენ ეზოში შესვლის უფლებას, მაგრამ როგორც რიგით მოქალაქის, რომელსაც შეუძლია რომ ტელეფონით შევიდეს ეზოში, ამის უფლებაც უკვე ჩამოგვართვეს და წაგვართვეს. გარკვეულ შემთხვევაში ერთ ტელევიზიას მაინც აძლევდნენ ხოლმე და ეხლა ყველაფერი აიკრძალა. ცოტა ხნის წინ ამბობდნენ, რომ შეიძლება ტელეფონებიც კი აღარ შეგვატანინონ და სადღაც ასე ვთქვათ, გარეთ ჩაგვაბარებინონ. ბიუჯეტი პოლიციას მოუმატენ, ხელფასები და სოციალურ დახმარებაში მომიხსენ საჭმელი და ფიერი და ყურანა. ბიუჯეტი პოლიციას მოუმატენ. და სოციალურ დახმარებაში მომიხსენ დახმარება. ამდენი წელიწადია. მოქალაქე, რომელიც ამბობს, რომ მოუხსნეს ბიუჯეტი პოლიციას მოუმატენ აქ. რა, ხალხი დაჩაბნო. ხალხი დაჩაბნო. რის გამო მოგიხსენს თქვენ ეს? რა ის გულებზე და ცხანავრდა ესე მიეწია უკან კარმაუყიდე. რომ დიალიზ პაციენტი იყო. ხოლმე იმაზე 40 ლარი იყო, სამო თვითონ იხიდა 80 წლის მოხუცებული. მიეწია უკან და ამის გულებზე მომცენ დახმარება. თქვენ აქ ცხოვრობთ ქუთაისში? აქ დავახსნე ცხოვრობ და მიწამ რა ვაშინე მარტო ხელა მამავა. უძელოს გავზარდა 5 შვილი 2005 წლიდან. 20 წელი გევიდა სიმართლე ვერ გევიტანე. ვერ გევიტანე სიმართლე. ეხლა ეს ჩაკეტილი ჭიშკარი სასამართლოს რას ნიშნავს? რას ნიშნავს და მოღალატეები არიან ეგენი უბლისის და ხალხისის კიდო. ამგას უნდა ბიზინა რომ ფული იმასა. ვის მოუმატენ ხელფასები პოლიციას რომ ხალხი დაჩაბნონ.
ნახეთ აბა მე მომიხსენ დახმარება პოლიციას მოუმატეთ ხელფასები და ნახეთ ბიუჯეტი და ხალხი გაამწარონ მადლობა თქვენი სახელი და გვარი ვეტაზე დავითი ბრა ოშია მარტო ხელა მამადა თუ კიდე იუსიფზედაც ნახეთ ჩემი ტანჯოსწაება ორწენა ხვედრობა მადლობა დაიხა ყველა სიმართლეს გაუმართეთ ნახეთ ყველა დაკავებდა ოშია ვიხედავთ მანდატურებს და შუს წარმომადგენლებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შესასვლელთან ჩაკეტილია ჭიშკარი და აქ მოსულ ადამიანებს დაინტერესებულ პირებს და არაფერ ჟურნალისტებს არ მისცეს საშუალება რომ არაფერ შესულიყვნენ სასამართლოს სტომატ დარბაზში რაც იმართება უკვე სიამაღლებელი საქმის განხილვა არამედ სასამართლოს ეზოშიც კი შეგვიზღუდეს შესვლა რომელიც ამ რეპრესიული კანონმდებლობის პირობებში მსგავსი კანონი ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული არ ლეგიტიმურ პარლამენტს რომ ეზოს შესვლა იყოს შეზღუდული და გამოდის რომ თვითნებურად აკრძალა დღეს მანდატურებმა და შუის წარმომადგენლებმა დაინტერესებული პირების შესვლა სასამართლოს ეზოში მოდი აზა გაბუნიას გავესაუბრები. გამარჯობა აზა. რას ნიშნავს კონტუზის ჩაკეტილი ჭიშკარი დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში? ხო, ჩვენ არ გავქვირებია ქართული ოცნების სასამართლოებისგან და პროკურორებისგან და ზოგადად ამ უწყებისგან კანონების დარღვევა, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ თვალსახად ნახეთ. შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო შემთხვევა. ხო, აქამდე არ მოხდეს, რომ ეზოც კი ჩაეკეტოთ. კი, დაარღვიეს კანონი. ფაქტიურად ის ხილვადობა, რომელიც უნდა იყოს სასამართლო პროცესების დღეს ჩაკეტეს, ჩაგვიკეტეს და არა მარტო ჩაკეტეს, ორ რიგად მწკრივად დააყენეს პოლიცია, თითქოს ჩვენ აქედან ღობის იქეთ რაიმე დავაშავებდით ან შევარდებოდით პროცესში. ანუ მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში თითქმის ჩვენ ვესწრებით სასამართლო პროცესებს და ჩვენი მხრიდან არ ყოფილა არანაირი გადაცდომა, თქვათ, სასამართლო პროცესებზე. უბრალოდ კიდევ ერთხელ ცადეს ამით, რომ გვაჩვენოს, რომ ამყარებენ პოლიციურ რეჟიმს, რომ მათია მთელი ქვეყანა და ყველა ძალის დემონსტრირება ოცნების მთავრობის ძალის დემონსტრირება და ამას აკეთებენ ყოველდღე ყოველ ნაბიჯს და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახლა ჩამოვედით თბილისიდან, ბათუმიდან, უცხოეთნენაც არიან ჟურნალისტები ჩამოსული და ამ ყველა ჩვენგან კარი აგვიკეტეს ფაქტიურად და გარდა მაგისა სასამართლო პროცესიც წარმართეს რაღაც დაპატარა ძალიან პატარა 24 კაციან დარბაზში, როცა იციან რომ საქმისგან გამომდინარე ძალიან დიდი სწრებადობა იქნებოდა ამ პროცესს და ძალიან ბევრ ადამიანს მოუნდებოდა დასწრება. ანუ კიდევ ერთხელ ქართული ოცნება თავის სასამართლო პროცესები და მათ შორის სააპელაციო სასამართლოც ეხლა ემსახურება ერთი ადამიანის, ერთი რაღაცა რეჟიმის მსახურებას. აი ესეთი ვითარება. რა მოლოდინი შეიძლება გქონდეთ მოქალაქეებს, მაყურებლებს, მათ შორის ვინც ახალ ადონებს ჩვენს პირდაპირ ეთერს. მიგონია სასამართლოში რაც ხდება, ხო ერთია რომ აქამდეც უკვე აიგზალა, თქვა ფოტოს გადაღება, ვიდეოს გადაღება, აუდიოს, ანუ ხმის ჩაწერა, ჩვენი უფლებები შეგვიზღუდეს ჟურნალისტებს, მაგრამ შეგვეძლო სტომატარბაზის შესვლა. ხო, ეხლა ამ უფლებაზეც კი უარი გითხრეს დღეს ფაქტობრივად ჟურნალისტებს, ხო? არა მარტო დარბაზში შესვლა და რაღაცის გადაღება, არამედ საერთოდ შესვლაც კი აგვიგრძალეს. საჯარო ადმინისტრაციულ შენობაში. საჯარო ადმინისტრაციულ შენობაში და პირდაპირ არღვევენ კანონს. როდემდე უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ყოველ დღე ისინი არღვევენ კანონს, არღვევენ კონსტიტუციას და სადამდე მივდივართ, აი ამაზე არ უწდება მოსახლეობას კითხვა? რანაირად შეიძლება ამაზე დავხუჭოთ თვალი, ხო? ყოველ დღე ისინი არღვევენ. და რანაირად შეიძლება აშენდეს საერთოდ წესიერი ქვეყანა სასამართლოს გარეშე, ხო? გამჭვირვალე სასამართლოს, მიუკერძობელი სასამართლოს გარეშე. და არ არსებობს სახელმწიფო, სადაც არ არსებობს ნორმალური სასამართლო სისტემა, სადაც არ არსებობს ნორმალური პოლიცია, სადაც არ არსებობს ნორმალური თავდაცვა, სადაც არ არსებობს ნორმალური ჯანდაცვა და განათლების სისტემა. თუ ესენი
არ ვარდა სახელმწიფოში, მაშინ სახელმწიფო აღარ ვარსებობს ფაქტიურად და დღეს ქართული ოცნების სახელმწიფო არ არსებობს. არც ერთი სტრუქტურა დღეს ქართული ოცნების არ მუშაობს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო არ აქვს. ჩვენ გვაქვს რაღაცა ხროვა პოლიტიკური პარტიისა, ადამიანებისა, რომელიც არიან დამორჩილებული რაღაცა რეჟიმს, დამორჩილებული არიან რუსეთს და აკეთებენ ყველაფერს იმას, რასაც დიდი რუსეთი მათ შეუკვეთავს. აი ამ ვითარებაში ვართ დღეს. არც ერთი სტრუქტურა დღეს საქართველოს არ შერჩა, რომელიც იქნება კეთილსინდისიერი, რომელიც შეასრულებს თავიანთ დაკისრებულ მოვალეობას, რომელიც იქნება სამართლიანი. დიდი მადლობა. ეს ასე გაბუნია იყო თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერი. ეზოში. ვინა ჯობებს. აბა წავიდა. ორგანიზება თავდასხმის. ეგრე სადაც გუგუაჩესელი ხა. თავისუფლება გელას დამაკდა მამაკაცების ძალის მოხდა. აუ მე არ ვიშკა. გვეხედავთ ათეულობით მოქალაქეს, არ მხოლოდ ჟურნალისტებს, რომლებიც არიან შეკრებილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან. დღეს უპრეცედენტო რამ მოხდა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, შეიძლება ითქვას, როცა არათუ სასამართლოს ხომ დარბაზში, არამედ სასამართლოს შენობაში, რომელიც ადმინისტრაციული შენობაა, და სასამართლოს ეზოშიც კი გადაადგილების და შესვლის უფლება არ მოგცეს აქ პროცესსა დასაწყებად მოსულ პირებს. ეს გელამ თბილისშვილია, ჟურნალისტი, რომელიც ახლა მიმართავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. მოусმინოთ მას. პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოს ისტორიაში, რომელიც ჟურნალისტია. მან რომ დამსწრხეთ და მანტია ჩაგიცვიათ. ეგ არაა დემოკრატია და სამართლიანობა. სამართლიანობა ისაა, ვისაც უნდა ამ პროცესზე დასწრება. ყველამ თვალი ადევნოს და საზოგადოებაში ინფორმაცია გამოიტანოს. ხომ შეგეძლოთ უბრალოდ დიდ დარბაზში ჩაგეტარებინათ ეს პროცესი იმის ნაცვლად, რომ პოლიციის გებოაძის კოლეგების ჯარი დაგვეხვედრეთ აქ. ზია კიდევ მეტის გაუძლებს, მაგრამ თქვენი რა გეშველებათ? რეჟიმი რომ აღარ იქნება, ყველას მოგიწევთ პასუხისგება. თავისუფლება მზიას! ეს გელამ თბილისშვილია, ჟურნალისტი, რომელიც ახლა მიმართავდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს. ეს კი სააპელაციო სასამართლოს ეზოა, რომელიც აი ესეთ დროს გამოკეტეს მოქალაქეებისთვის. თვითნებურად შეიძლება ითქვას, არანაირი სამართლებრივი საფუძველი და არანაირი სამართლებრივი ნორმა არ არსებობს, რომ შეუზღუდონ მოქალაქეებს სასამართლოს ეზოში შესვლა და გადაადგილება. ეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომელსაც არ ღვევენ ის პირები, რომელთაც ჰქვიათ სამართალმცველი, მაგრამ მათ არ აქვს პასუხი კითხვაზე. თუ რატომ სამართალმცველებმა არც კი გაანმარტეს და ვერც განმარტავდნენ პრაქტიკულად, იმიტომ რომ იმის მიუხედავად, რომ ოცნებას აქვს მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა, არაერთი მიმართულებით, მათ შორის სასამართლოს დარბაზში, რომ არ გაშუქდეს სხდომა და არ კონდეს მაყურებელს საშუალება ნახოს, თქვა იგივე სრუჩვენებებს როგორ იძლევიან პოლიციელები, რომელიც შემდეგ აწინაურებს ოცნების მთავრობა. ამიტომაც მათ შეზღუდეს როგორც ფოტოების გადაღება, ასევე ვიდეოს გადაღება და ხმის ჩაწერა. პოლიციელები იშლებიან როგორც ხედავთ, იმიტომ რომ მოქალაქეებმა აქ დაანონსეს, რომ გადავლენ სასამართლოს უკანა შესასვლელთან, მეორე შესასვლელთან. რადგანაც იქიდან ისმის ხმა სხდომა დარბაზში, როგორც აქ გაჟღერდა ცოტა ხნის წინ ინფორმაცია, ამიტომაც გადაინაცვლებენ მეორე შესასვლელთან, ქუჩის მეორე მხარეს. პოლიციელების ნაწილი რჩება, როგორც ხედავთ, ნაწილი მაგ გადაინაცვლა ეზოს შიდა მხარეს. უკვე დაწყებულია მზია ამაღლობელის საქმის განხილვა, სააპელაციო საჩივრის განხილვა. მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ მზიას უდანაშაულო ცნობას, იმ გამამტყუნებელი განაჩენის ბათილად ცნობას, რაც მიიღო 2025 წლის აგვისტოში მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. პოლიციელებმაც როგორც ჩანს გადაინაცვლეს
პოლიციელებიც მიყვებიან ჟურნალისტებს და მზიამაღლობელის მხარდამჭერებს, რომლებიც შეიკრიბნენ დღეს მზიამაღლობელის პროცესზე დასასწრებად. Bravo. Rato დაგდებეთ ეს თქვენივე უსაფრთხოებისთვის. პოლიციის პასუხი ნინო ზურიაშვილის ჟურნალის უსაფრთხოებისთვის დაგდებთ. აი ეს მთელი ჯარი და გადავადგილდებით მოგდევს პოლიციის ჯარი და მანქანა აგერ. ხო. და მეუბნები რატო დაგდე რა გინდა და უსაფრთხოება როგორ არის დაცული? როცა არ გვევენით. და გადავედით ერთი ადგილიდან მეორეზე და თქვენი უსაფრთხოებისთვის დაგდებით. ამ დროს როცა არ გვევენ ჩვენს უფლებას და პირიქით არ შეგვიშვეს როცა პროცესებზე ტიტუშკები ცემენ ჟურნალისტებს მაშინ იმალებია კუთხეებში აქეთი ეხლა ჩვენს უსაფრთხოებას იცავ ეს ნინო ზურიაშვილი იყო ჟურნალისტი სტუდია მონიტორის ხელმძღვანელი მას უპასუხა პოლიციელმა რომ უსაფრთხოების გამო დაგდებთ უკანო თუმცა როგორც ნახეთ პოლიციელებმა წარმომადგენლებმა ასევე მანდატურებმა ვერ განმარტეს და ვერც განმარტავენ პრაქტიკულად არსებულ სამართლებრივი ნორმა რომელიც შეუზღუდავს ადამიანს საჯარო დაწესებულების ამ შემთხვევაში სასამართლოს ეზოში გადაადგილებას ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა თვითნებურად ან უკანონოდ ის მიუხედავად რომ არაერთი რეპრესიული კანონი მიიღო ოცნების მთავრობამ ის რომ მან დაასუსტოს საბოლოოდ დააქროს კრიტიკული მედია ასევე დაასუსტოს პროტესტი აი ამ რეპრესიული კანონის პირობებშიც კი არ არსებობს იმგვარი სამართლებრივი მოწესრიგება რომელიც გძალავს ან ზღუდავს სასამართლოს ეზოში გადაადგილებას. თუმცა ამის მიუხედავად დღეს დაგვხვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ჩაკეტილი ჭიშკარი. მანდატურებმა განმარტეს უკაცრავად რომ სტუმრობა ტარდება 24 კაციან დარბაზში, ადგილები უკვე შევსებულია და ამიტომაც მათ არ აქვთ ვეღარ შეგვიშვებენ მოკლედ სასამართლოს ეზოში. მას პასუხობდა მანდატურის წარმომადგენელს იგორ გელამთიულიშვილი, რომ პირველ რიგში ჩატარებული იყო ხდომა უფრო დიდ დარბაზში, როცა არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და სასამართლო ხელისუფლებამ ხელმძღვანელობდეს საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპით, რაც არის როგორც კანონის მოთხოვნა, ასევე ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ სასამართლო ხელისუფლება იყოს გამჭვირვალე, მაგრამ გარდა იმისა, რომ სასამართლოში უკვე ჟურნალისტებს აღარ შეგვიძლია ფოტოების თუ ვიდეოების გადაღება, დღეს ერთ-ერთი ყველაზე მცირე დარბაზი შეერჩიეს, რომ ჩაეტარებინათ ეს ხდომა და ასევე ჩაკეტეს სასამართლო შენობის ეზო, ისე რომ ეზოში შესვლაც კი შეგვიზღუდეს ჟურნალისტებს. ეს ისე გელამთიულიშვილია, რომელიც ახლა აქედან მიმართავს მეგაფონით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს.
Idziemy, następny. Ejki się raster, patriarch, jadę ram. Ejki się tego rzuca białą sobie. Rachuda tam jest lekki. Robię cena na chodząca. Ejki się tam. Ejki się tam się ismine. Ufaną da się ufaną słabne. Ejki się tam nie gałce, taka to. To ufaną słabne. ეს არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი შესასვლელი. სადაც ახლა გადმოვინახოთ იმ ადამიანები, რომლებიც არ შეგვიშვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, არა მხოლოდ სტომათა დარბაზში, არამედ არ შეგვიშვეს სასამართლოს ეზოშიც კი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როცა სასამართლოს ეზოში შესვლაც კი შეზღუდეს, აგვიგზავნეს პრაქტიკულად პოლიციელებმა, სამართლის დამცველებმა, მაშინ როცა რეპრესიული კანონების მიუხედავად დღემდე მსგავსი სამართლებრივი ნორმა ამ პირობებშიც კი, ამ რეპრესიულ მიდგომებშიც არ არსებობს, რომელიც მისცემს უფლებას მანდატურს ან შუს წარმომადგენელს, რომ მან შეუზღუდოს ჟურნალის ან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შევიდეს სასამართლოს ეზოში.
და მე ვიცით მომეთ მე ვიცით მომეთ მე თქვენისმენთ შეძახილებთ და მოწოდებებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან სადაც დღეს მოქალაქეებს არ მისცეს საშუალება რომ შესულიყვნენ სააპელაციო სასამართლოს ეზოში უკვე რამდენიმე წუთია დაწყებულია სააპელაციო საჩივრის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ამ სააპელაციო სასამართლოში რომელსაც დღეს არ ჰქონია რეაქცია შეიძლება ითქვას იმაზე რომ უფლებები დაარღვიეს მოქალაქეების პირდაპირ თვალსაჩინოდ როცა მათ არ მისცეს საშუალება არათუ დასწრებოდნენ და შესულიყვნენ სხდომათა დარბაზში არამედ საერთოდ სასამართლო სხდომათა ეზოშიც კი შესულიყვნენ ან მაშინ როცა სასამართლო უნდა იყოს ამაზე არ ვინ არ დავთ ამას არ ჭირდება ალბათ იურიდიული განათლება ან რაღაც სპეციალური ცოდნა რომ ვიცოდეთ რომ სასამართლო პირველ რიგში უნდა იყოს მოწოდებული უნდა იყოს სიმბოლო კანონის დაცვის და სამართლის უზენაესობის კანონის უზენაესობის ამას პირდაპირ თვალსაჩინოდ დღეს შეიძლება ითქვას რომ უპრეცედენტო მაგალითი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სადაც არათუ სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცა დაინტერესებულ პირებს არამედ საჯარო ადმინისტრაციულ შენობაში მით უმეტეს სასამართლოს ეზოში გადაადგილებაც კი შეუზღუდეს აქ მოსულ ადამიანებს. ასევე სურათი დაგვხვდა დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც რამდენიმე წუთის წინ დაიწყო მზიამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა. მზიამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ მზიას უდანაშაულო ცნობას, იმ გამომტყუნებელი განაჩენის ბათილად ცნობას, რომელიც მიიღო 2025 წლის აგვისტოში ბათუმის საქალაქო სასამართლომ და გამართლებელი განაჩენის მიღებას. მე შეგეხსენებთ რომ მზიამაღლობელი არის სინდისის პატიმარი ის უკვე 300 დღეზე მეტია რჩება საპატიმრო დაწესებულებაში უკანონო პატიმრობაში თავისუფლება მზიამაღლობელს! თავისუფლება მზიას! თავისუფლება რეჟიმის მიერ! თავისუფლება რეჟიმის მიერ! თავისუფლება პოლიტიკურებს! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! უსამართლო სასამართლო! ამის ძალის ეჩინოდეს! თავისუფლება პოლიტიკურ პარტიებს! თავისუფლება! სოლიდარობა მედიას! სოლიდარობა! არ იქნება სამართალი! არ იქნება მშვიდობა! არ იქნება სამართალი! არ იქნება მშვიდობა! მოусმინეთ ხალხის ხმას! ხალხი ითხოვს სამართალს! მოусმინეთ ხალხის ხმას! ხალხი ითხოვს სამართალს! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! სამართალი ხალხს! Oligarchias!
ასეთი ვითარება ამ დროისთვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან ეს გრძელდება მზიამაღლებელი სააპელაციო საჩივრის განხილვა ვიც ახლა შემოვერთდა ჩვენს პირდაპირ ჩართვას მე გეტყვით რომ დღეს არ მოგცეს საშუალება არა მხოლოდ ჟურნალისტებს არამედ დაინტერესებულ პირებს რომ შესულიყავით სტომათა დარბაზში და არ მხოლოდ სტომათა დარბაზში სასამართლოს ეზოში შესვლაც კი შეზღუდეს დღეს მანდატურებმა თან ისე რომ ვერ დაასახელეს და ვერც დაასახელებდნენ არავის სამართლებრივ ნორმას რომლის საფუძველზეც მათ ჰქონდათ სასამართლოს შენობის ანუ საჯარო უწყების შენობის ეზოში გადაადგილების შეზღუდვის დაწესების უფლება სააპელაციო საჩივრის განხილვა დაახლოებით პირველ საათზე დაიწყო. ეს პირველი სხდომაა. სავარაუდოდ რამდენიმე სხდომა დასჭირდება ამ სააპელაციო საჩივრის განხილვას. მზიამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ მზიამაღლობელის უდანაშაულო ცნობას, იმ გამომტყუნებელი განაჩენის ბათილო ცნობას, რომელიც მიიღო 2025 წლის აგვისტოში ბათუმის საქალაქო სასამართლომ. და შესაბამისად გამართლებელი განაჩენის მიღებას ითხოვენ მზიამაღლობელის ადვოკატების შეფასებით მზიამაღლობელის განაჩენი არის უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი. ეს მაიხას ჭადუა ჟურნალისტი და საერთაშორისო გამწვევება საქართველოს ანალიტიკოსი ის მართავს ახლა მეგაფონით მოსამართლეებს ყველანი ამდგავართ აქ ჟურნალისტები და ყველა არ ვართ აღჭურვილი კამერით. კონსტიტუციური უფლება, როგორც თელმა ქართულმა ოცნებამ, ბოლო 3 წლის განმავლობაში გადაგვახია თავზე, დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იგივე გაუკეთა საქართველოს მოქალაქეებს. ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში ზიას არც ერთ პროცესს არ ჩაუვლია, რომ მინიმუმ 30-40 ადამიანი არ დავრჩენილიყავით გარეთ. იმიტომ რომ საჯარო საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალი იყო ამ პროცესების მიმართ. ძალიან კარგად იცოდით, რომ 24 ადგილიანი კი არა, შეიძლება 124 ადგილიანი სასამართლო დარბაზსაც ვერ დაეტია ზიას თავისუფალი სიტყვის და დემოკრატიის ყველა გულშემატკივარი, რომელმაც შეძლო აქ ჩამოსვლა. 1000-ობით მეტია ის ადამიანი, რომელმაც ვერ შეძლო აქ ჩამოსვლა და მაინც მათი ხმები ისმის თბილისიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან, თელავიდან და ასე შემდეგ. დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი, რომლის იმედი მე როგორც ერთ მოქალაქეს, კორუფციის ერთ მკვლევარს, ერთ ჟურნალისტს, მზიამაღლობლის ახლობელს, მეგობარს არ მაქვს იმის იმედი, რომ ქართული მართლმსაჯულება გაიღვიძებს და ოდნავ ჰუმანურ გადაწყვეტილებას მიიღებს, როცა მიიღებს. არ გვაქვს ამის მოლოდინი, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ, მანტია შემოსხმულმა აქტორებმა პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მოქალაქეს კმენა დაეკარგა საკუთარი სახელმწიფოსი. ყველაფერი გააკეთეთ სრულმოწმეებმა, პოლიციელებმა, რომ მოქალაქეს დაეკარგა საკუთარი პოლიციის ადმინდობა. იმიტომ რომ პროტესტის მონაწილეებს, ჟურნალისტებს თავში ურტყამდით, ასისხლიანებდით და მზიამაღლობელი სიმწრით და სასოწარკვეთით დამცირების შედეგად გაწნული შირის გამო ციხეში ყავთ 10 თვეზე მეტია და ამას ეძახით კანონის უზენაესობას, ამას ეძახით თუ ადგახართ ცალფეხზე, ამას ეძახით სუვერენიტეტს, როცა პრაქტიკულად დღეს ასრულებთ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ კრემლის პირდაპირ დავალებებს, რომლის მიზანია რომ ამ ქვეყანაში მოისწოს სახელმწიფოებრიობა, მოისწოს ყველა ჩანასახი, რომელსაც შეეძლო დემოკრატიამდე მივეყვანეთ და ამას ასრულებთ თქვენ. ვერ იტყვით ნაცისტების რეჟიმის მსახურებით, რომ ამას გვავალებდნენ და ამას ვაკეთებდითო. ძალიან კარგად იცით თქვენი წინიპასუხისმგებლობა პოლიციელებმაც, სუსის ღია და ფარულმა აგენტებმაც, მოსამართლეებმაც და საჯარო მოხელეებმაც, რომლებსაც გონიათ, რომ თქვენთან არასდროს არ მოახდენს ავტორიტარიზმის ცეცხლი,
არ არის ასე. აუცილებლად მოგინელებენ თქვენ, ოღონდ მანამდე დასჭირდებათ ან ჩვენი ფიზიკური განადგურება, ან ჩვენი ფიზიკური გადაადგილება, გამომწყდება ციხეში, ან გაგდება საკუთარი სამშობლოდან. ეს დრო არ დადგება მალე, იმიტომ რომ ჩვენ შევწეს ბრძოლის უნარი, მაგრამ ნუ იქნებით იმის იმედად, რომ შეიძლება ჩვენი ლიმიტები არ ამოიწუროს. ამიტომაც, როცა უკანონო ბრძანებების გადაწყვეტილებაზე, როცა მათ აღსრულებაზე მიდგება საქმე, დიახაც საკუთარ შვილებს რო ჩახედავთ თვალებში, საღამოობით, აუცილებლად მოუნდებათ მათ კითხვა დღეს თუ არა 3 წლის შემდეგ, 4 წლის შემდეგ, რომ სად იყავით თქვენ, რომ მხარეს იდექით. ნაზი შამანაურის პრაქტიკულად სიკვდილის მიმზდელი ადამიანები დღეს ლაპარაკობენ იმაზე, რომ იყვნენ სწორ მხარეს. არა, გავაძლები და დღეს სისტემის მსახური ადამიანები ალბათ იყვიან, რომ ჩვენ სწორ მხარეს ვიდექითო. ფარისევლები ხართ და ფარისევლებზე უარესები. თავისუფლება მზია ამაღლობელს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ეს მახოჩკადვა იყო საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ანალიტიკოსი, რომელიც ახლა მიმართავდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს და არა მხოლოდ მათ. მოსამართლე ეკლესიასთან უნდა გავასამართლო. მოსამართლე ეკლესიასთან უნდა გავასამართლო. თქვენ უსმენთ განცხადებებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმართვებს ასევე როგორც იცით მოქალაქეების დიდ ნაწილს არ მიეცა საშუალება რომ დასწრებოდნენ მზიამაღლობელის საქმის განხილვას სასამართლოში არა მარტო სტომათა დარბაზში არამედ სასამართლო შენობის ეზოშიც კი დღეს შეგვიზღუდეს შესვლა როგორც ჟურნალისტებს, ასევე მზიამაღლობელის მხარდასაჭერად მოსულ სხვა პირებს და ასევე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ შესაბამისი სამართლებრივი რეგულირება არსებული რეპრესიული კანონების მიუხედავად, რაც აქვს ქართული ოცნების მთავრობას, რომელიც ცდილობს სხვადასხვა უკანონო მეთოდით და ხერხით ჩაახშოს პროტესტი და შეუშალოს ხელი კრიტიკულ მედიას. ამ პირობებშიც კი არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი რეგულირება, რომლის საფუძველზეც არის შესაძლებელი მანდატურებს ჰქონდეთ უფლება შეუზღუდონ მოქალაქეებს სასამართლოს შენობაში ან მის ეზოში შევიდნენ. ბენგალი შედის. თავისუფლება მზიას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება სიმართლის ტყვეებს! მეგობრებო, დღეს მზია ამაღლობელს გაზეთების ბათუმელებისა და ნეტგაზეთის გამომცემელსა და სულის ჩამთმელს ასამართლებს პალატა თუ კოლეგია რა ქვიათ სამი მოსამართლედ წოდებულის შემადგენლობით ნიკოლოზ მარგველაშვილი, ნანა ჯოხაძე და მარინა სირაძე. ქალბატონი სირაძე არის სააკაშვილის დროის მოსამართლე. თანაც ქუთაისის საოლქო სასამართლოში ყოფილა დასადგურებული, რომ ჩხაოდნენ ქართული ოცნების აქტივისტები და მხარდამჭერები, მიშასტრო და ჩვენ ჟურნალისტები, კრიტიკული მედიის წარმომადგენლები იმ ხელისუფლების და ამ რეჟიმის პირობებშიც
დამოუკიდებელი სამართლიანი სასამართლოსთვის რომ ვიბრძოდით, ეს ქალბატონი სირაძე მაშინ ნაციონალური მოძრაობის დავალებით აცხობდა გადაწყვეტილებებს და განაჩენებს, ვინც ის რამდენი ადამიანი ყავს უკანონოდ ციხეში გაშვებული, ის ადამიანები, რომლებიც მაშინდელ რეჟიმს არ აწყობდა და არ უნდოდა და დღეს ასამართლებს ჩვენს კოლეგას მზია ამაღლობას, რომელიც ასენაბაშიძის რეჟიმიდან მოყოლებული დამოუკიდებელი სამართლიანი ქვეყნის მშენებლობისთვის იბრძვის. თავისუფლება მზიას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ცეცხლი ოლიგარქიას! მოდესმე ხომდა დამთავრდეს თქვენი ყვარყვარეების დრო! ცეცხლი ოლიგარქიას! თავისუფლება სიმართლეს მიეცით ხალხს, არა ოლიგარქიას! სიმართლე ხალხს მიეცით! არა ოლიგარქიას და არა ოცნება. ქართული ოცნება კი არ რუსების ოცნება ხარ თქვენ. შევჩებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან. სადაც უკვე დაწყებულია მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა. სავარაუდოდ რამდენიმე სხდომა დასჭირდება ამ საჩივრის განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას. მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ მზიას უდანაშაულო ცნობას, იმ გამამტყუნებელი განაჩენის ფათილად ცნობას, რომელიც მიიღო 2025 წლის აგვისტოში მოსამართლე სახელაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მას შემდეგ ისევ არაერთხელ გახდა მზია ამაღლობელი ქართული ოცნების არალეგიტიმური და ანტიკონსტიტუციური მთავრობის წევრების და მათი ლიდერების თავდასხმის ობიექტი. და მზია ამაღლობელი იღებს არაერთ პრესტიჟულ ჯილდოს, მათ შორის ის პირველი ქართველია, ვინც მიიღო ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია და ძალიან მკაფიოდ აჩვენებს თუ რა მდგომარეობაშია საქართველო და დამოუკიდებელი მედია ამ ქვეყანაში. ეს ნინია კაკაბაძეა, ჟურნალისტი, რომელიც ახლა მიმართავს სააპელაციო მოსამართლეებს. ხდომა იქ დარბაზში. თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება რეჟიმის ყვებს! თავისუფლება რეჟიმის ყვებს! ცეცხლი ოლიგარქიას! ცეცხლი ოლიგარქიას! ცეცხლი და სილა. როგორც ისმენდით, აქ მოთხოვნა რომ ხდომა გაიმართოს დიდ დარბაზში, სადაც იქნება საშუალება რომ ყველა დაესწროს საქმის განხილვას. მაგრამ მხოლოდ 24 კაციან დარბაზში იმართება მზია ამაღლობელის საქმის განხილვა და არათუ სასამართლო დარბაზში, არამედ სასამართლოს ეზოში შესვლაც კი შეუზღუდეს დღეს მოქალაქეებს და ჟურნალისტებს. მე შეგახსენებთ, რომ არაერთი ფაქტი ადასტურებს იმას, თუ რატომ არის მზია სინდისის პატიმარი, პოლიტიკური ტყვე და ამის ყველაზე მკაფიო სიმბოლო არის სწორედ სახაროვის პრემია, ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, რომელიც მიიღო მზია ამაღლობელმა. მე აქ გეტყვით იმას, რომ გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურამ მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, მზია ამაღლობელი საუბრობდა იმაზე, რომ მას სახეში შეაფურთხა ირაკლი გოგუაძემ, ასევე არ ეძებდა წყლის დალევის საშუალებას, ტუალეტ სარგებლობის საშუალებას
ამ შემთხვევაში დაიწყო გამოძიება პროკურატურამ, თუმცა არაფერიც არ გამოუძიებია. ამ გამოძიებას არ დაუდია შედეგი. არც ერთი პოლიციის მაღალჩილოსანი არ დაუშჩია არავის როგორც პოლიტიკურად, ასე სამართლებრივად. პირიქით ირაკლი გებუაძე ხო აღარ არის მართალია ბათუმის პოლიციის უფროსი, მაგრამ ის გადაიყვანეს თბილისში პოლიციის ატაშეების უფროსად. ხოლო გრიგოლ ბესელია, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო და უშუალოდ მონაწილეობდა მზიამაღლებელი საქმის გაყალბებაში და ისიც ასევე როგორც სხვა პოლიციელები ამხელეს სიცრუეში მზიამაღლებელი ადვოკატებმა ისიც გადაიყვანეს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილედ, ასევე რამდენიმე ცრუ-მოწმე პოლიციელი მაგალითად არჩილ ანთაძე, რომელიც ბათუმის მეექვსე განყოფილების უფროსი იყო და მისაც სრუჩვენება მზიამაღლების წინააღმდეგ ის ბათუმის ბულვარის დირექტორად დანიშნეს, ხოლო მზიამაღლებელი საქმის პროკურორები, რომელიც უშუალოდ გააყალბეს მზიამაღლებლის საქმე. ეს პროკურორები დააწინაურეს და ისინი აღარ არიან დღეს რიგითი პროკურორები, მაგალითად თორნიკე გოგოშვილი, ეხლა უკვე ბათუმის პროკურორის უფროსის მოადგილეა, ასევე შეფეჩხაიძე, რომელიც კიდევ ერთი პროკურორია ამ საქმის. ის გახდა ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე. სოლიდარობა რეჟიმის ხმებს! სოლიდარობა! სოლიდარობა რეჟიმის ხმებს! სოლიდარობა! თქვენ ისმენთ იმ შეძახილებს და მემართვებს, რომელთაც მოქალაქეები იმართავენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლებს, იმ მოსამართლებს, რომელიც დღეს არის რუნეს შეიძლება ითქვას იმისთვის, რომ ეს ხდება ყოფილიყო საჯარო და გამჭვირვალე 24 კაციან დარბაზში ტარდება ეს ასეთი განმარტება მივიღეთ მანდატურებისგან, რის გამოც მანდატურებმა შეზღუდეს სასამართლოს შენობის ეზოში შესვლა დაინტერესებული პირებისთვის და ჟურნალისტებისთვის და არა მარტო სტუდენტთა დარბაზში, არამედ სასამართლოს ეზოშიც კი გადაადგილება შეზღუდეს დღეს მანდატურებმა. სამართალი ხავს! დამხობა რეჟიმს! დამხობა რეჟიმს! სამართალი ხავს! სამართალი ხავს! დამხობა რეჟიმს! დამხობა რეჟიმს! ასე მიმართავენ აქ შეკრებილები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს, რომელმაც დღეს პრაქტიკულად თუ არ ითქვეს ერთ-ერთ პრინციპზე მართლმსაჯულების სისტემის, რომ სიტყვები იყოს საჯარო და გამჭვირვალე. ჩვენ ვიცით, რომ ოცნების მთავრობამ, ოცნების პარლამენტმა არაერთი რეპრესიული კანონი მიიღო იმისთვის, რომ მან შეზღუდოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, მედიის მუშაობა, კრიტიკული მედიის მუშაობა და ჩაახშოს როგორც კრიტიკის ხმა ამ ქვეყანაში, ასევე დაასუსტოს კრიტიკული მედია. თუმცა ამის მიუხედავად ამ დრომდე ამ რეპრესიული კანონების პირობებშიც კი არ არის ესეთი კანონი, რომელიც გრძალავს სასამართლოს შენობაში, ან სასამართლოს შენობის ეზოში, რომელიც საჯარო დაწესებულება ამ შენობაში გადაადგილებას და შესვლას. დღეს ესეც კი ვნახეთ სასამართლო სისტემაში, როცა დაგვხვდა ჩაკეტილი ჭიშკარი მოქალაქეებს იმ არგუმენტით, რომ სხდომათა დარბაზში არ არის საკმარისი ადგილები და ადგილები უკვე შევსებულია. სინამდვილეში კი სასამართლო თავად არის ვალდებული, რომ უზრუნველყოს სხდომა ჩაატაროს ისეთ დარბაზში, რომელიც უზრუნველყოს მხარეთა მაქსიმალურ ჩართულობას და მაქსიმალურ გამჭვირვალობას ამ პროცესის. და უმთავრესი არის ის, რომ თავად სასამართლოს ეზოში შესვლის შეზღუდვა არის უკანონო თავად ამ რეპრესიული კანონის პირობებშიც კი.
ზიამაღლობელის სააპელაციო საჩურის განხილვა უკვე დაწყებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. დღეს პირველი სხდომა იმართება ამ საქმეზე. უცნობია, როდის დასრულდება ამ საქმის განხილვა. დღეს და ასევე დღეს არ დასრულდება ამ საქმის განხილვა, ვინმე რამდენიმე სხდომა დასჭირდება, ვიდრე სააპელაციო სასამართლო მიიღებს თავის განწყობილებას მზიამაღლობელის საქმეზე. მზიამაღლობელის საქმის ადვოკატები ითხოვენ მზიამაღლობელის უდანაშაულო ცნობას, იმ გამტყუნებელი განაჩენის ბათილად ცნობას, რომელიც მიიღო 2025 წლის აგვისტოში მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ისე მიმართავენ მოქალაქეები მეგაფონიდან და ცდილობენ თავიანთი ხმა გააგონონ სასამართლოს. თავისუფლება სინდისის პატიმრებს! თავისუფლება! სოლიდარობა ტყვებს! სოლიდარობა! უსამართლო სასამართლო! ხალხის ძალის ეშინოდეს! უსამართლო სასამართლო! ხალხის ძალის ეშინოდეს! უსამართლო სასამართლო! ხალხის ძალის ეშინოდეს! სამართალი ხალხს! სამართალი ხალხს! დახმობა რეჟიმს! სამართალი ხალხს! დახმობა რეჟიმს! სამართალი ხალხს! დახმობა რეჟიმს! დიდება დემოკრატიას! დახმობა ოლიგარქიას! დიდება დემოკრატიას! დახმობა ოლიგარქიას! დიდება დემოკრატიას! დახმობა ოლიგარქიას! Zis უსამართლო რეჟიმი! Zis უსამართლო რეჟიმი! Zis მჩაგვრელი რეჟიმი! Zis მჩაგვრელი რეჟიმი! არ გაპატიებთ ჩაგვრას! არ დავივიწყებთ ჩაგვრას! არ დავივიწყებთ ტერორს! არ დავივიწყებთ ჩაგვრას! არ დავივიწყებთ ტერორს! თავისუფლება რეჟიმის ტყვებს! თავისუფლება! დამხობა სასამართლო კლანს! დამხობა სასამართლო კლანს! თავისუფლება რეჟიმის ტყვებს! თავისუფლება! თავისუფლება რეჟიმის ტყვებს! თავისუფლება! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიას! თავისუფლება მზიამაღლობელს! თავისუფლება მზიამაღლობელს! ფაშიზმი რა თქვა ქართულ ხალხს და ყველას და მათქვავიე! 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 არა შეიძლება მათიანის არა! ასეთი განცხადებები კეთებოდა ეხლა აქ უკვე მოსამართლეებისთვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილები ითხოვენ იმას, რომ შეუშვან მიეცეთ საშუალება, რომ დაესწრონ სასამართლო საქმის განხილვას. დღეს სააპელაციო საჩურის განხილვა დაიწყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ზიამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ ზიამაღლობელის უდანაშაულოდ ცნობას და გამტყუნებელი განაჩენის ბათილად ცნობას, რაც მანამდე მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლომ. ნახოთ როგორ გამართარდება პროცესები, ასეთია მოცემულობა ამ დროისთვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან. ჩვენ აუცილებლად დაგებრუნდებით, ისევ პირდაპირ ეთერში ადევნეთ თვალი ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯირან გაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.